ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ გქონდა წინაზე სავარჯიშო მეორე, რომელშიც ჩვენ გთხოვეთ რომ გაეკეთებინათ გარკვეული ანალიზი და დაგეგმარება საინტერესო სცენარისათვის. სადაც გავცელდა უცნობი დაავადება ქალაქში და თქვენ გიწევთ რომ როგორც საგანგებო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონიტორინგის გუნდს გააკეთოთ მიღება რაღაცა ზომებისა, მონიტორინგის თუ სხვისა. ჩვენ დავიწყეთ პრეზენტაციებით, რომელსაც თქვენ გაამზადეთ. შესანიშნავი გოგოების ტრიო გამოეხა და მოგვახსენებს თავიანთი პრეზენტაციის და გეგმის შესახებ როგორ უნდა იმოქმედონ. გოგოებო, თქვენი არის, შეგიძლიათ აქედან გადაგდოთ. მოგესალმებით, დღეს გოგოების ტრიო წარმოგიდგენთ. კი, პეტლიჩკა მიცემული არის. მოგესალმებით, დღეს გოგოების ტრიო წარმოგიდგენთ ჩვენს ანალიზის თემაზე უცნობი დაავადების გავრცელება ქალაქში. პროექტის თემები არის შესავალი, პრობლემის აღწერა, გავრცელება, მონიტორინგი, ჩარევა და დასკვნა. ჩვენი დავალებაა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ კონკრეტულ ქალაქში დაფიქსირდა უცნობი წარმოშობის დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა პანიკა, არამედ სწრაფი, სწორი და გააზრებული რეაგირება. პირველ ეტაპზე აუცილებელია დაავადგინოთ, რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე, რა ნიშნებით ვლინდება და რამდენად საშიშია ის საზოგადოებისთვის. დაავადების იდენტიფიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები, მკურნალობა, პრევენცია და კონტროლი. ასევე მნიშვნელოვანია სიმპტომების შესწავლა. თუ ვიცით ძირითადი ნიშნები, შეგვიძლია დროულად გამოვავლინოთ იდენტიფიცირებული ადამიანები და თავიდან ავიცილოთ მასობრივი გავრცელება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად და სწორად შეფასება. შემდგომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ამის გავრცელება და მონიტორინგი. შემდეგ ეტაპზე ვსწავლობთ თუ როგორ ვრცელდება დაავადება. გავრცელების გზის დადგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაავადება შეიძლება გადადიოდეს ჰაერწვეთოვანი გზით, პირდაპირი კონტაქტით ან საკვებით და წყლით. ამის ცოდნა გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ პრევენციული ზომები, მაგალითად თუ დაავადება ჰაერით ვრცელდება, აუცილებელია პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის მონიტორინგი. მონიტორინგი გულისხმობს ინფიცირებულთა აღრიცხვას, მათი კონტაქტების მოძიებასა და მონაცემების ანალიზს. ეს პროცესი გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ ვითარდება დაავადება, იზრდება თუ მცირდება შემთხვევების რაოდენობა და რამდენად ეფექტურია მიღებული ზომები. მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია ეპიდემიის კონტროლი. ახლა რომ გადავიდეთ ჩარევაზე და დასკვნაზე. ბოლო ეტაპი არის ეს და უნდა გავარკვიოთ ამითი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ შემცირდეს დაავადებათა გავრცელება. ჩარევა შეიძლება მოიცავდეს ინფიცირებულთა იზოლაციას, კომენდანტის საათის დაწესებას, სამედიცინო დახმარებას და მოსახლეობის ინფორმირებას. სწორი და დროული ჩარევა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელებას და იცავს ადამიანების სიცოცხლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება და როგორ დაიცვას თავი. და დასასრულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი სიტუაციის მართვა ეფუძნება სწორ ანალიზს, სწრაფ რეაგირებას და გუნდურ მუშაობას. ამის შემდეგ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა, რომ შემოგვეთავაზებინა რაღაც მთავარი კითხვები, რომლებიც ადამიანებს გაუჩნდებოდათ და ასევე გაგცემთ პასუხს, რომლებზეც დაიწყებს ანა. პირველი კითხვა, რომელიც ჩვენ დაგვებადა, იყო როგორ გავიგოთ ახალი დაავადება თუ უკვე ცნობილი. ამაზე ჩვენი პასუხი არის, რომ უნდა ჩავატაროთ ლაბორატორიული კვლევები და შევადაროთ უკვე არსებულ მონაცემებს. მომდევნო კითხვა არის, რომელი გავრცელების გზა არის ყველაზე საშიში? ჰაერწვეთოვანი, რადგან სწრაფად ვრცელდება დიდ ჯგუფებში და ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის ის, თუ რა არის ყველაზე ეფექტური პრევენცია და ვფიქრობთ, დარწმუნებული ვარ ყველამაზე, ვფიქრობთ, რომ ჰიგიენა, დისტანცია და დროული იზოლაცია არის ისეთი ზომები, რომლებიც ყველამ უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს თავიდან. შემდეგი კითხვა არის, რა მოხდება თუ მონიტორინგი არ განხორციელდება და ზოგადად დაავადება სწრაფად გამოვა კონტროლიდან და გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა და რისკიც უფრო მაღალი იქნება ხალხის დაზიანების. და ზოგადად რა როლი აქვს მოსახლეობას? ამაზე პასუხი არის ის, რომ ზოგადად ძალიან დიდი როლი აქვს მას, რადგან წესების დაცვა პირდაპირ ამცირებს ამ დაავადების გავრცელებას. მადლობა ყურადღებისთვის და ეს პრეზენტაცია მოგაწოდეთ ჩვენ ლიზი ბახტაძემ, ანა ტურაბელიძემ და ბარბარე კვაჩიძემ. ოკეი, კითხვები ხომ არ გექნებათ გოგოებთან? კითხვები? არა. ოკეი. ჩვენია. ბიჭებო, თქვენი არის ფლორი. ხო, რო დავასრულოთ მივხვდები და გადაეტყვი. პროექტი დავდგე. კარგი, ესე ვიდგე.
კარგად ისმის. ძალიან კარგი. დიახ. წარმოიდგინეთ. დილის 6 საათია, ცივა და უსვათ ტელეფონზე გირეკავენ. დაფიქსდა კლასტერების დიდი აფეთქება. სამანტყოები გადაჭედილია. შენ კიდე როგორც ინფექციების სპეციალისტი გეუბნებიან, რომ უნდა რეაგირება მოახდინო. პრობლემა დიდია, ვირუსი ამოუცნობი, ინფორმაცია არასრული. Wi-Fi უხარისხოა. აჰა. ნიკ, ჩემი ხო არ ჩართო. ტექნიკური სირთულეები? ეს მონიტორინგია. ეს ყურადღებისთვის საუბარ, ხედავთ? აი უკვე მაგალითად გიგით ყურადღებას. პრობლემა. დიახ. პრობლემა გამოიკვეთა პირველ 3 კვირაში, სადაც ინფორმაციის მოწოდება ვირუსზე არ იყო სრული, ვერ დადგინდა ვირუსის კატეგორია, ხოლო კლასტერები ერთმანეთთან როგორ იყო კავშირში, დაუდგენელი იყო. ჩვენ გამოვედი სცენაზე ამ სიმპტომებთან საბრძოლველად. პრობლემა იყო რეალური, მონაცემის ნახევარში დრო არ ქონდა რომ დაგვემუშავებინა და ვირუსებისთვის მშვენიერი გარემოება იყო, რომ უკვე პანდემიაში გადაზრდილიყო პატარა კლასტერებიდან. დიახ, ჩვენ დავსახეს სწორი სტრატეგია, რომელიც უნდა მოგვეხსნია რეაგირება, ჩვენ დავცვით კითხვები, რომელიც პასუხები არ გავიცით, მაგრამ ყველა სწორი მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი კითხვა. ამიტომაც პასუხის ნახევარი ამ ხრივ შევასრულეთ. ახლა რა არის მთავარი კითხვები? როგორია ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი? რეპროდუქციის ინდექსი არის ერთ დაავადებული ადამიანი სხვა რამდენ ინდივიდს გადასცემს ამ ვირუსს. თუ ეს ინდექსი 1-ზე მეტია, ესე იგი ვირუსი ვრცელდება, თუ 1 დაკლები, ესე იგი რაღაც კონტროლის ქვეშაა. მეორე არის როგორ ვრცელდება? ეს ჰაეროვანი გზით, შეხებით და ასე შემდეგ. სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული რა არეალებში? რამდენი დრო დაგვრჩა აფეთქებამდე, ანუ ვირუსის ძალიან დიდ მასშტაბებზე მოდებამდე და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას. ეს ყველაფერი გვეხმარება იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ მალევე დაავადებული ადამიანები და დავეხმაროთ მათ. ინფიცირების დინამიკა შემოწმებული უნდა იყოს არა მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები, არამედ საჭირო შემთხვევებიც და ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა მონიტორინგდებოდეს სტაციონარულ პუნქტებში. ესეთი პუნქტები იქნება ისეთი პუნქტები, როგორიც ჩვენ COVID-19-ის დროს ჰქონდა და ნებაყოფლობითი იყო ადამიანებისთვის გასაკეთებლად. აუცილებლად უნდა იყოს გამოკლეული პაციენტი, ვისაც დაუდასტურდა ასე ვთქვათ შემთხვევა, ვისთან ჰქონდა კავშირი ბოლო 48 საათში და ასევე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გავრცელების ინდექსზე. გავრცელების ინდექსი აღინიშნება როგორც R0 და არის 0-დან 10-მდე, ასე ვთქვათ. R0 როდესაც არის 1, ეს იმას ნიშნავს, რომ 1 დაინფიცირებული ადამიანი გადასცემს 1 დაინფიცირებას. როდესაც არის 2, ეს იმას ნიშნავს, რომ გადასცემს 2-ს და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო მეტია, ვით უფრო სწრაფად ვრცელდება დაავადება. ტესტები ჩატარებით შევიტყვოთ თუ როგორია მაჩვენებლების განაწილება, ასე ვთქვათ, ასაკობრივი დემოგრაფიის მიხედვით და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას. ასევე ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია თუ აფთიაქებში რომელი წამალი იყიდება უფრო მეტად, სიცხის დამწევი, აი ყელის ტკივილის გამაყუჩებლები, ეს უფრო მოგცემს საშუალებას, რომ დავადგინოთ რა სიმპტომები აქვთ ადამიანებს, რა არის დაავადების გადამცემი მექანიზმი, რესპირატორული, ანუ ჰაერით გადაეცემა ეს, კონტაქტით გადაეცემა, წყლის რეზერვუარების შემოწმება იქნება აუცილებელი, რომ გავარკვიოთ. და ასევე ცხოველები არის ყველაზე დიდი გადამტანი ასეთ შემთხვევაში. ეს იქნება კოღოები, ვითხები, გარეული ცხოველები, ყველანაირი. და რა ტიპის დაავადება არის ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული. იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდაფეთქება არის და სწრაფად გავრცელდა და კონტროლის დამყარება გჭირდება, შეგვიძლია ვავარავდოთ, რომ ვირუსული არის. და ვირუსული დაავადებები არის რამდენიმე სახის ეპიდემიური მოწამით ენდემური, ეპიდემიური და პანდემიური. ენდემური არის უფრო ყველაზე ნაკლები საშიშროების, ან მუდმივად პროგნოზირებადი, მაგრამ ადვილად გასაკონტროლებელი. ეპიდემიური არის სწრაფი ლოკალური მატება, მაგრამ არა იმხელა, რომ მთელი ქვეყანა ჩააგდოს ცუდ მდგომარეობაში და პანდემიური არის, როგორც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ქონდა, რომელიც ყველა კონტინენტზე ვრცელდება და მოითხოვს უმაღლესი ზომების მიღებას. დიახ. ეხლა ჩარევა და შემდგომი ინტერვენციის გეგმა. პირველ რიგში აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და პრევენციის მიზნით.
აუცილებელი კომუნიკაციის გეგმა მოსახლეობის ინფორმირება გლობალური პანიკის ასაცილებლად. ოდნავ ხამამაღლა თუ შეიძლება. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება გლობალური პანიკის ასაცილებლად, რესურსების მობილიზაცია. საჭირო იქნება სამედიცინო პერსონალის ინვენტარით აღჭურვა და ასევე მათი ინდივიდუალური დაცვის მექანიზმების გადაცემა. და ყველაზე თავარი მოსწავლე და ინფორმაციის ყოველდღიური შეჯერება კლინიკებთან. ამის შეიძლება გამოვიყენოთ გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიტანოთ ცხელი წერტილები რუკაზე. დიახ. მადლობა ყურადღებისთვის. ეს გამოყენებული მასალა და ჩვენი გუნდის წევრები. ცოტა ჩირჩელი, ალექსანდროს. დიახ, ალექსანდროს დიმიტრადიოსი, ესე ქვია? ალექსანდროს დიმიტრიადისი და ლუკა ადამია. მე გიორგი კორძაია. ბერძენი ხარ? ოკეი, მშვენიერ. კითხვები ბიჭებთან? არ მოვაწყეთ. აჰა. ოკეი. გოგოებო, თქვენი არის ფლური. აიღეთ. როგორ უნდა ვილაპარაკო? როდესაც საუბრობთ, უბრალოდ მიიტანეთ პირთან ახლოს და ისე ისაუბროთ. ჩვენ ეს პრეზენტაცია გავაკეთეთ ინგლისურად, მაგრამ თუ პრობლემა იქნება გადათარგმნაში ან თუ რამე შეკითხვა გექნებათ, არ მოგერიდოთ თქვა. და შეკითხვის დასმა გადავთარგმნით თავისუფლად. ხო, პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ნიტა მართამ, ბარბარემ და ტაისიამ. მოკლედ გვარებს აღარ ჩამოვთვლი. Objective: investigate the cause and spread of the unknown disease, determine safe and effective interventions, identify key questions and what should be monitored, and recommend as next steps for containment and treatment. Core principles: evidence over assumption. It's important to look at the facts we have, even if it's small facts and there's not much we know. It is important not to look at this broadly, but with all the facts we have. Speed with accuracy. It is no use if we take 10 years to look at the cure and find the possible best way. It's important to intervene fast and look at the facts we have and what we can do. Containment first, explanation second. As we talked about in the recent slides in the class before this, let's say the black box. If we know the answer and the answer works, it is possible to just let the answer work with minimal deaths as possible. So there's no need to explain and look at every detail. If it works, and we can look at the facts later. Collaboration is also important with different sites and different science mediums to look at the facts in different ways and try to avoid this spreading even worse. Transparency and communication is also important with the public and authorities for the overall safety of everyone, and also information is power and everybody needs to be informed in case of an outbreak to go the best way, let's say. And adaptability, because the theory worked once, it doesn't mean that it will always work. We may find some new facts, we may find some facts that change everything we know, and we need to adapt as fast as possible and not be, let's say, glued to one rule plan or, yeah. Okay, so first we need to find out what causes the disease overall. So we have initial hypotheses, which are whether it's an infection disease, so it's viral, bacterial, if it goes from human to human. Environmental exposure, so it's toxins or contained water or air. Zoonotic spillover, which is animal to human transmission, and man-made cause, which is industrial accident, lab leak, etc., etc. So to test out which is the main factor causing the disease itself, we came up with this way, with this tactic, which is zonal comparative analysis.
In this tactic, we divide the city into comparable zones. We track exposure variables, which is imported food, animal contact, and physical interactions. We monitor them very strictly, and what we do is we decrease the potential cause in some areas. We don't increase it because if we increase it, then it might cause risk to the people. We decrease it. So when we apply those targeted and safe interventions to reduce a single factor per zone, we can then compare infection trends between zones and identify the primary transmission factor. So this is an example of zonal intervention. So we have zone A and zone B. So in zone A, we restrict important food, and in zone B, we maintain normal activity. So the food gets important the same way as it was before. And then we compare the infection rates after incubation period, and if there's a significant drop in zone A, then that's a very strong evidence that the imported food is involved in the cause of this outbreak. So we concluded that the most important thing at this stage is to monitor the whole situation, because we're working with incomplete data and incomplete statistics and information. So what we need to do is we need to expand testing and standardize reporting to better understand the whole unknown situation, how the disease is spreading, how severe it is, the target age group, the demographic, what the main hotspots are, etc., etc. Using real-time data and trend analysis allows us to detect these patterns and respond quickly as the situation escalates or evolves. In terms of the treatment, since the disease is unknown, we should focus on more general facts and data, such as managing symptomatic care like fever, dehydration, and strict isolation to reduce transmission if the disease is transmittable person to person. At the same time, we need to begin investigating as soon as possible and all the possible medical treatments, depending whether the disease is viral, bacterial, or another type. Protecting workers, healthcare workers, is also really important because they are the core people in this situation, which have contact to the common folk. So I took inspiration from the previous slides that we had in the previous lecture, the iceberg of thinking. So we need to first generalize the situation and ask questions like what is happening right now, gather the information. We anticipate and analyze the trends, what we have, and how it develops over time. Then we design and evaluate the underlying structures. So if we go more into detail, what has influenced these patterns, as Barbara spoke about the zones and categorizing these population, let's say, and then all the data that we gathered so far, we transform this into a very appropriate solution. This is just... So I already spoke about this, what we should monitor, Barbara. Okay, so prevention strategies. Immediate containment. We must isolate and quarantine infected individuals. Also, restrict high-risk zones based on the data of our research. Transmission control. We must act based on the type of virus we're dealing with. If it's airborne, we need to encourage the public to wear masks, and we must also have clean and efficient ventilation systems. If it's contact-based, sanitation and social distancing is important. If it's because of food or water supply, we must strictly control and inspect the imported supplies. Public awareness is also important. Clear communication of systems and precautions, and we must encourage early testing and reporting, and also reduce misinformation as much as possible. Environmental safety. We must disinfect public places and monitor clean water and air resources, and also regulate animal or food markets if needed. Long-term prevention. We need to develop vaccines as soon as possible and strengthen the healthcare infrastructure. For example, making sure we have enough capacity for all infected individuals, and make sure our healthcare staff is as safe as possible. And also, we must issue early warning and surveillance systems.
Spreading awareness is very important in case of an outbreak with anyone of any age. It shouldn't matter whether your status or your age affects your information. Older generation mostly watches TV, while younger generations will use social media more. So I would recommend that we use billboards and physical posters for people that don't use any social media. Mandatory ads for any type of media, for example, on TV, and also on media, specialists will put out videos talking to younger generations about what they can do and what's happening. Oh, and also in schools, yeah. Developing the cure. Got it. So first we must identify the cause, and then before we develop the cure, we must have immediate treatment, such as oxygen, fluids, or symptom controls, and also use existing drugs if partially effective. We must develop the vaccine and then act accordingly. If it's a toxin, then... Draw. So, like, we must develop Penditon if it's a toxin, if it's environmental, we must remove the source of exposure. Thank you for listening. Okay, სახელები? ვახსენეთ უკვე. Perfect. მადლობა. შემდეგი უბრალოდ მაგაში ისაუბრე. კარგი. პირველ რიგში ჩვენ და მოვახდინეთ ოპერატიული რეაგირება და შექმნათ სპეციალური დანაყოფები, რომლებიც თავიანთ დავალებებს შეასრულნენ. ჩვენი პირველად რეაგირება იქნება დანაყოფის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება, რადგან ეპიდემიის დასაწყისში, outbreak-ის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება ამ დაავადებაზე. კერძოდ კი ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე, რისკის ჯგუფებზე, სავარაუდო გადამდებებზე, ანუ რა ცხოველი შეიძლება იყოს, მაგალითად, ამ დაავადების გადამდები, ასევე იმ უბნებზე თუ სადაც ხდება outbreak-ი და სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა кейსი არის ამ დაავადებისა და ასე შემდეგ. და ასეთი და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ უნდა დავიწყოთ brainstorming-ი და რაც შეიძლება მეტი ვარიანტი ასე ვთქვათ გამოვავლინოთ და რაც შეიძლება მეტი თეორია და ჰიპოთეზა შევქმნათ ამ დაავადებასთან, ამ დაავადების ბუნებასთან დაკავშირებით. ნუ ერთ-ერთი ასეთი ისტორიული მაგალითი ასეთი სტრატეგიისა არის ლონდონის ტუბერკულოზი. აღმოჩნდა რომ მოკლედ რომ ვთქვათ გაჩნდა ესეთი მოსაზრება რომ დაავადება შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ერთ-ერთ უბანში მდებარე საკანალიზაციო სისტემის დაზიანებასთან და რის შედეგადაც მთელი ეს მასალა ტუბერკულოზიანი ჩაედინა ერთ-ერთ ჭაში, რომელსაც იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობა. შედეგად ეს ინფორმაცია მოკლედ გადაამოწმეს და დადგინდა რომ მართლაც ესეთი რამ მოხდა და ამ ჭის გადაკეტვის შემდეგ სიკვდილიანობა რამდენჯერმე შემცირდა. მთავარი შეკითხვები გახლავთ თუ რამ გამოიწვია ეპიდემია, ანუ რა არის პათოგენი, ანუ ვირუსია, ბაქტერია და ასე შემდეგ და ასევე რა ცხოველი შეიძლება იყოს ამ დაავადების გადამტანი. რა ბუნებისაა ეს დაავადება? ну ხო, პრინციპში იგივეა. და როგორ მოახდინოთ კერის ლოკალიზაცია და განადგურება. ყველაზე მთავარი აქედან გახლავთ მეორე, რადგან დაავადების ბუნების გაგების შემდეგ შეგვიძლია ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ლაბორატორიებს და მათ შეიძლება შექმნან ვაქცინა. ну ეს იმ შემთხვევაში თუ დაავადება არის პრინციპიულად ახალი და რაიმე წინ დაავადების მუტაცია. და თუ არის პრინციპიულად ახალი პროგრამის შემუშავება საჭირო.
რისკის ჯგუფებისა და სიმპტომების შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ რა ორგანოები და სისტემები არის ამ ყურადღებით, დავიწყებთ ჩვენს მეორე ლექციას. პირველ ლექციაში ვიტყოდი, რომ ყველა სკოლჩაკ თქვენი პრეზენტაციებისათვის ნამდვილად გიშრომიათ და კარგი არის, რომ გაითვალისწინეთ პრინციპები სისტემური აზროვნებისა. ზოგადად ფიდბექი იქნება ყველასათვის, რომ კარგად იყო ნაჩვენები კატეგორიზირება და დაგეგმარება, რა არის ზოგადად უშუალოდ ჩვენ გავიგოთ, რაზე უნდა ვიფიქროთ, ესეთ სიტუაციას ვაწყდებით. ასევე თუ გაქვთ საკუთარი კრიტიკა, რომ როგორ გავახსნათ თავი, გაიაზრდეთ ერთი რაღაცა, თქვენ ახლა ჩვენ ჩაგიტარეთ მსგავს სიტუაცია, რაც არის ფოტო აიღო ადამიანს არ იცის ცურვა და წყალს ჩააგდო და უთხრა მოდი მოსიჯე ცურვა. ამიტომაც თქვენ კარგად გაართვით ამას თავი და სწორედ მიზანი ის იყო, რომ თქვენთვის აბსოლუტურად ასე ვთქვათ ახალი და გამოუცდელ ამოცანისათვის გენახათ, როგორ შეიძლება თქვენი ზოგადი აზროვნების და მსჯელობის პრინციპები მოახმაროთ და თქვენ ამას კარგად გაართვით თავი. თითოეულ თქვენს ჯგუფს ექნება პერსონალიზებული ფიდბექი, რომელიც კვირის განმავლობაში აიტვირთება და გამოგიგზავნება თქვენ პირადად. იქნება ჩაშლილი კონკრეტული რაღაცები, რაც კარგად გაართვით თავი, რასაც გაკეთება შეიძლება უკეთესად და ასევე აიტვირთება გარჩევა ამ კონკრეტული გამოცანისა, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მაქსიმალურად საფუძვლიანად და ზოგადად რას მიგიქცია ყურადღება. ეს იქნება ცალკეული რესურსი, რომელიც თქვენ გეკნება ცნობა, რომ ამ კვირის განმავლობაში გადახედოთ. ეხლა შევუდგებით თვითონ ლექციას. ჩვენ მივედით ეხლა, ასე ვთქვათ, უკვე ნელ-ნელა შევდივართ პრაქტიკულ ნაწილში. პირველი თქვენი ამოცანა რაც ჩვენ გავაკეთეთ წინაზე იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმარების და აზროვნების ნაწილში, მე როგორც გითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც აქვს ინჟინერს თუ მეცნიერს, ეს არის მისი აზროვნება. თუ თქვენ შეგიძლიათ კომპეტენტურად მოიფიქროთ რაღაცა, გაანალიზოთ, დაგეგმოთ, ეს არის მე ვიტყოდი 80% სამუშაოისა. იმიტომ რომ ამ ნაბიჯზე არის ყველაზე მეტად რაც წდება რეალურად რა გამოგივათ და რა არა. მაგრამ რაც ეხება უკვე იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად გადავაქციოთ რაღაცა, იგივე რაც ჩვენ სავარჯიშოში გავაკეთეთ, მონიტორინგის სისტემების მოფიქრება თუ კონკრეტული პროცესის შექმნა, აქ არის თავის სპეციფიკა. და ჩვენ დღეს ამაზე ვილაპარაკებთ, როგორ შეიძლება თქვენს გააკეთოთ ფიზიკურ დომეინში, ფიზიკურ ხელსაწყოს ნაწილში, როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფის ნაწილში და როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ პროცესუალურ ანუ სისტემურ ნაწილში, როგორ შეიძლება გაწეროთ და მოიფიქროთ და შეამოწმოთ სისტემა. პირველი რითაც დავიწყებთ, ეს არის DBTL ციკლი. თუ გაგიგიათ იმეს ამ ციკლის შესახებ. ოკეი. DBTL ციკლი, როგორც ჩანს ეკრანზე, შედგება 4 კომპონენტისაგან. D დიზაინი, B build, ანუ აშენება, T ტესტი და L learning. ეს არის წრედი, როგორც მოგიხსენეთ წინაზე, ნებისმიერ სისტემაში არის წრედები. და ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ნებისმიერი ხელსაწყოს პროცესის, სისტემის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება თუ დაყოფმას ეტაპებად. ჩვენი ლექცია დღეს არის სწრაფ პროტოტიპირებაზე. თუ გაგიგიათ ეს ტერმინი რომელიღაც. სწრაფი პროტოტიპირება არის იდეა იმისა, როგორ შეიძლება ჩვენ გადავაქციოთ მაქსიმალურად სწრაფად ჩვენი იდეა ან სისტემა რეალურ ხელშესახებ პროდუქტად. ფიზიკური პროდუქტი იქნება თუ ციფრული პროდუქტი იქნება. რატომ მნიშვნელოვანი ახლა DBTL ციკლის ნაწილში? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც სისტემის შექმნაზე, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ეს 4 ძირითადი კომპონენტი. და სისწრაფე აი ამ წრედის ტრიალისა, რამდენად სწრაფად შეგვიძლია გადავიდეთ დიზაინიდან აშენებაზე, აშენებიდან ტესტირებაზე, ტესტირებიდან სწავლებაზე და ამის დატრიალება განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მივალთ ჩვენ კონკრეტულ პროდუქტამდე, კონკრეტულ მუშა პროტოტიპამდე. DBTL თუ გაგიგეთ სიტყვა bottleneck-ი. ოკეი. თუ შეგიძლია რომ ახსნა რა bottleneck-ი. bottleneck-ი არის ერთ-ერთი კომპონენტი წრედში, რომელიც ალიმიტირებს სისწრაფეს. ხო? ყველაფერი დანარჩენი ყველაფერი ძლიერია, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ასუსტებს. შეიძლება გამოსცემო? ცოტნე ზუსტად ახსნა, bottleneck-ი არის კონცეფტი, არ ვიცი თუ ქართულენაში გვაქვს ესეთი სიტყვა, სამწუხაროდ მე არ ვიცი თუ გვაქვს ესეთი სიტყვა. როგორ? ძაბრი. ასე ვთქვათ, ძაბრის თავი იქნება სწორი სიტყვა ამისათვის, რომელიც წვიტავს ჩვენ სისტემაში, რომელი კონკრეტული მონაკვეთი აფერხებს, ანელებს ჩვენს პროცესს. bottleneck-ები ხდება ყველგან ნებისმიერ სისტემაში, ნებისმიერ პროცესში,
და მათი აღმოფხვრა არის უნიშნელოვანესი ამოცანა, ვისაც თქვენ ვთქვით, სწრაფად გააკეთოთ პროტოტიპი რაღაცისა. მოწყობილობის თუ პროგრამული უზრუნველყოფისა. DBTL ციკლში ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ, არსებული ბოთლნეკები გვხვდება დიზაინის, ნაკლებად და უფრო მეტად ბილდის ფაზაში. რატომ? როდესაც ჩვენ რაღაც მოვიფიქრებთ, როდესაც ჩვენ მას ჩამოვწერთ, ყველაზე რთული ეტაპი ხშირად არის მისი გარდაქმნა მუშა პროდუქტად. ეს იქნება ციფრული პროგრამის უზრუნველყოფა თუ ფიზიკური პროდუქტი. რატომ? იმიტომ რომ აშენებას რაღაცისას სჭირდება დრო და სჭირდება რესურსები. ეს არ არის ლაპარაკი მარტო იმაზე, რომ გვჭირდება დაჟე და რაღაცა გაწეროთ, პროგრამის უზრუნველყოფა იქნება თუ ფიზიკური პროდუქტი გააკეთოთ, აქ არის მასალების მოპოვება, მასალების მოტანა, იგივე პროგრამის უზრუნველყოფაში რაღაცის გადმოწერა, რაღაცის გაწერა, მისი დებაგინგი და ეს მონაკვეთი არის ზოგადად ის, რომელიც ყველაზე პრობლემატურია. სწრაფ პროტოტიპირების იდეა არის, რომ ჩვენ აღმოვხვრათ აი ამ ორ კომპონენტში, განსაკუთრებით ბილდში, ბოთლნეკი, რომ ავაჩქაროთ მაქსიმალურად და აღარ იყოს ის შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენთვის. რაც ეხება სწრაფ პროტოტიპირებას, როგორც ხეს არის პროცესის ასწრაფების მიდგომა და მიზანი მისი არის ვთქვათ ის, რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ დომეინში, სივრცეში თუ განედში, ეს იქნება ფიზიკური პროგრამული პროცესუალურად, ჩვენ შევამციროთ დრო, რომელსაც მოითხოვს ბილდის და დიზაინის ფაზა. თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს არა დიზაინის და ბილდის ფაზა, არამედ ტესტირების და სწავლების ფაზა. ეს გააჩნია კონკრეტულ ამოცანას. ის პრინციპები, რაც მე აგიხსენებ თქვენ წინაზე, გამოგადგებათ ტესტირების და ლერნის ფაზის დაგეგმვის დროსაც და ზოგადად ის პრინციპები, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, გამოგადგებათ, რომ სწრაფი პროტოტიპირების დროს თქვენ იპოვოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომ გააკეთოთ და ააწყოთ მუშა პროტოტიპი. იდეა სწრაფ პროტოტიპირებისა ის არის, რომ ჩვენ ვიპოვოთ ასიმეტრიული გზები. ასე რომ ასიმეტრიული გზები. იმისათვის, რომ მაგალითად მე შევქმნა, მე მოგიხართ ახლა მაგალითს, ნიკ კამერა ხედავს ამ მონაკვეთს. ეხლა კი. კი. თუ იცით რა არის ეს? თქვენ წარმოგვიდგენთ რა შეიძლება ეს იყოს? კინის კუპლის ყურები. კინის კუპლის ყურები. არ არის ძალიან შორს. სხვა იდეა, რა შეიძლება იყოს ამის გამოყენება? მესიჯებს. როგორ? ანტენა. სწორია. ეს არის ვივალდის ტიპის ანტენა. თუ აგიგეთ ვივალდი, ვივალდისგან არაფერ შუაში არ არის, რატომ გას თავის დროზე ინჟინერმა მოც მოიფიქრა ვივალდის ტიპის ანტენა, იფიქრა რომ წააგავს ვივალდის ვიოლინოს, კი ბატონო, და მაგდომას დაარქვა ამას ვივალდის ანტენა. ამის გამოყენება არის ბევრნაირი. თუ როდესმე წაგიკითხავთ ასე ვთქვათ ესპიონაჟის შესახებ, შპიონების შესახებ, რომლებიც იჭერენ სიგნალებს ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან. ნებისმიერ მოწყობილობას გააჩნია რაღაც გამოსხივება და მისი გამოსხივებაში არის რაღაცა ინფორმაცია. ხო, იგივე ჩვენს კომპიუტერსა თუ ტელეფონს გააჩნია რაღაც გამოსხივება, თუ ჩვენ დავიჭრეთ ეს სიგნალები და გავანალიზეთ, მაშინ შეიძლება იყოს რაღაცა ინფორმაცია. ასევე ეს ტიპის ანტენები გამოიყენება სამედიცინო იმიჯინგისათვის. თუ თქვენ გაქვთ დაუშვათ თუ ექიმი და ყავთ პაციენტი, რომელსაც აქვს სიმსივნე და თქვენ არ აგეთ გაუშვათ რესურსები, რომ გააკეთოთ CT ან MRI, თუ არ აგეთ ის მანქანა, ვითარდება ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ესეთი ტიპის ანტენებს იმისათვის, რომ მოხდეს დასხივება და უკან დაბრუნებული სიგნალის გაანალიზების შედეგად დავადგინოთ, თუ არის მან რაღაცა მკვრივი ობიექტი, როგორიცაა მაგალითად სიმსივნური ნაზარდი. ესეთი ანტენის გაკეთებას, როგორც წარმოიდგენთ, ჭირდება გარკვეული დანადგარება. ხო, ეს არის მეტალისგან გაკეთებული ანტენა, რომელიც სხვადასხვა ასხივებს გიგაჰერცულ სპექტრში. თქვენი ტელეფონები, თქვენი Wi-Fi რაუტერები, თქვენი მიკროტალღური ღუმელიც ყველა ერთდაიგივე დიაპაზონში მუშაობს. გიგაჰერცები, ანუ მემინიარდები ჰერცისა. მილიარდი ჰერცი უბრალოდ, ანუ მილიარდჯერ წამში ხდება ელექტრომაგნიტური რადიაციის რხევა. ესა მიკროტალღური მონაკვეთი. ესეთი მოწყობილობის გასაკეთებელი, რომელიც ასხივებს და ღებულობს სიგნალებს, ჭირდებათ, რომ დაიანგარიშოთ ზუსტი ფორმა ამისა და შემდეგ ამოჭრათ ეს მეტალისგან. მეტალისგან ეს ფორმის ამოჭრა, აი მე მოგცემთ, რომ მოგიდოთ და გადახედოთ, ოღონდ ძალიან აი ამ მონაკვეთსაც უფრო სპეციფიკური ნაწილი ნუ შეეხებით, არის საკმაოდ
არა მარტივი და ძვირი სიამოვნება. ზუსტად რომ მოხდეს რაღაცა დაჭრა, საჭირო არის ეგეთებული ტოლერანსი, ანუ ცდომილებულებას დაფარვა. ოქროსფერს რატომ არ ნაშევი? ოქროსფერი არის კოაქსიალური კაბელის ნაწილი, რომელიც ის მონაკვეთია, რომელიც განსაზღვრავს საიდან გამოდის და როგორ ხდება სიგნალის მიღება. ეგ რო დაზიანდეს, სიგნალის მიღება შეიძლება დაზიანდეს. ან მაგათი რომ მოგიხვდეთ ხელი და ზეთები, რომელიც ჩვენს თითებზე არის, რომელიც ბუნებრივად გამოიყოფა, თუ მან მოხდა შეიძლება გაუარესოს სიგნალის მიღება. რატომ მოყავს ეს მაგალითად? ესეთი მოწყობილობის გაკეთება, რომ თქვენ დაადიზაინოთ ეს ამოჭრად და მიიღოთ ესეთი ხარისხის ვლოდის ანტენა, არის რთული საქართველოში. მისი გაკეთება მოითხოვს რომ გქონდეთ ჩარხი და ჩარხზე ესეთი რაღაც უნდა გაკეთოთ, დაგიჟდებათ მინიმუმ 2000-დან 3000 ლარამდე. ეს თუ ისნობთ ჩარხის გამოყენებას. მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზა, ასიმეტრიული გზა ამის გაკეთებისა. თუ მოგაფიქრდებათ რაღაცა და როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? როგორ? ფორმით გამოჭრა. ანუ შტამპის გაკეთება, ასე ვთქვით, ხო? სწორი მიმართულება არის ერთადერთი მან თუ უბრალოდ ნებისმიერ ძალაზე ესაა. როგორ? იაფიანი ძალაზე ესაა ნებისმიერ. იაფიანი და სწრაფი, რომლის გაკეთებაც შეიძლება საქართველოს პირობებში მინიმალურ რესურსებზე. ოკეი. ზოგადად სწორი მიმართულება რომ გავაკეთოთ შტამპი. შტამპი ანუ ყალიბი აგვისწრაფებს პროცესს, მაგრამ ყალიბების შემთხვევაში ყოველთვის თავიდან არის ბევრი თანხა საჭირო და საჭირო ოპტიმიზირება. ამიტომ სამშობლოში ეს არ წავა. ცოტა შემოარა რაღაცა იდეა. ელემენტავს როლები და ლაზერით როშია იმაზე. ხო, ლაზერით შეიძლება ამის ამოჭრა, კი. ლაზერები ხელმისაწვდომი არის საქართველოში და შეიძლება მის გამოყენებით ამოჭრა. ერთი პრობლემა მათ შემთხვევაში არის როგორი იქნება ზედაპირის ხარისხი. რატომ ახლა მნიშვნელოვანი თქვენ დააკვირდებით გლუვი არის ამის ზედაპირი რაღაც მონაკვეთებში და იმ მონაკვეთში რაც იღუნება, იქაც გააჩნია გარკვეული სიგლუვე. აი ეს ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტენის ხარისხისათვის. მისი ეგრეთ წოდებული SW არის პარამეტრებისათვის. რატომ გიხსენებთ ახლა ამას? მე პირადად წავასწრე ეს პრობლემას, როდესაც მუშაობდი ესეთი ანტენის გაკეთებაზე, იმისათვის რომ დამეტესტა ეს მოწყობილობა ჩვენი გამოყენებისათვის, რომელიც მოიცავდა ანალიზს ტენიანობისა, ჩვენ ვიყენებთ ანტენებს რომ გაგვენაზინა ტენიანობა რამდენი არის სამშენებლო მასალაში. და დალოდების დრო არ ქონდა და გადაწყვეტა რომ მოდი შევამოწმოთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მე გადავახტი გარკვეულ მონაკვეთს, ეს არის 3D ბეჭდვა და მეტალიზირება. მეტალიზირება ის და 3D ბეჭდვის კომბინაცია, თუ გაგიგია ზოგადად მეტალიზირების შესახებ, ან ელექტროდაფარვის შესახებ. არა. აიონიზებული ხო? როგორ? ატომ რო აფინდა მცირე ზომის მეტალებს რო მიღებულობ რომელზეც შეუძლია ის გარეგატომა აიონ. კი, ეგ მსგავსი ტექნიკა არის, მხოლოდ მან არის ბევრ უფრო ზუსტი კონტროლი რაოდენობისა, დაფენებისა. აქ ლაპარაკია სხვა ტექნიკაზე. ფიზიკაში თუ გაგიგებთ ან ქიმიაში ელექტროლიზი. კი, ელექტროლიზის შემთხვევა, ხო? საქმე იმაში არის, რომ თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა მასალა, რომელსაც დავიტანეთ გამტარული დაფენა, ჩვენ შეგვიძლია რომ ელექტროქიმიის გამოყენებით დავიტანოთ რაღაცა მასალა ზემოდან და საქმე იმაში არის, რომ ანტენები რეალ დღის ბოლოს არიან უფრო მეტალის ნაწილები, რომლებიც თავის ფორმიდან გამომდინარე რაღაც ტალღის სიგრძეზე შეუძლიათ რომ დაასხონ და მიიღონ სიგნალი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია 3D ბეჭდვით გავაკეთოთ იაფად პლასმასის ანტენა, რომელიც იქნება შედარებით უფრო უკეთესი ტოლერანსების, იმიტომ 3D ბეჭდვაზე ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ საკმაოდ კარგად სიგლუვე და შემდეგ ის უკვე დავხაროთ მეტალით. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ ძალიან სწრაფად გააკეთოთ ეს და საქართველოში გააკეთოს და გააკეთოს იაფად. რატომ? იმიტომ რომ თქვენ რო ეს ანტენა ჩამოგეტანათ, აი ეს კონკრეტული ანტენა, დაგჭირდებოდათ მინიმუმ 1 თვე, დაგჭირდებოდათ სადღაც 1 ჯერ უფრო მეტი თანხა და იმისათვის რომ გაგეგოთ ეს ანტენა გამოგაგებოდა თუ რა თქვენი კონკრეტული ამოცანისათვის, ტენიანობის გაზომვა იქნებოდა, თუ იქნებოდა დაუშვათ მედიკალ იმიჯინგი, ნახვა სიმსივნე არის თუ არა, თქვენ ნახაჟებთ უამრავ დროს და გაიჭედებოდით ბილდის ფაზაში. და ტესტირების ფაზაში ვერ მიხვიდოდით, იმიტომ რომ დიდი ხანი დაგჭირდებოდა და თქვენი ბოტონები იქნებოდა აქ. მაგრამ თუ თქვენ გააკეთებდით 3D ბეჭდვის გაკეთებას დიზაინის და შემდეგ დაფარავდით მას მეტალით, ეს აასწრაფებდა თქვენს პროცესს. ეს არის ასიმეტრიული გზის პოვნა. როგორ შეიძლება რომ იგივე შედეგს მივაღწიო, ისე რომ მინიმალური რესურსი დამჭირდეს და გადავახტე რაღაცა კონკრეტულ ბოტონექს. და უკაცრავად. აი ამ ზუსტად გავდივართ, როგორ ვფიქრობთ, ნაბიჯი აი მაგალითად პირველ ნაბიჯი გადავდგა, მე რომ დავფიქრე მეორე ნაბიჯი, თუ უფრო ნაბიჯი მქონდეს მეორე ნაბიჯის ამ ნაბიჯი გადავდგა. რას გულისხმობ ამისგან? ანუ
ამაგრად ფილოსოფია ტესტირება, ხო? მე მაგ იმისათვის რომ რაღაცა ავაშენო, მაგრამ ტესტირება არ უნდა როგორ ჩავატარო. უბრალოდ გავყვე flows და სიტყვერად და მე ნახო მეორე ნაბიჯი იქნება, თუ გავიგო სამ ვისწავლეთ ტესტი. ოკეი, კარგი კითხვა არის. რეალურად ეს კითხვა ეხება რამდენად წრფივი არის ეს პროცესი ყველაფერი და რამდენად ასე ვთქვათ ერთმანეთს მიყვება ეს პროცესი რეალურ ცხოვრებაში. რეალურ ცხოვრებაში ეს მიახლოებით ესე არის. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბილდში რა ხდება განსაზღვრავს ტესტირებას და ტესტირების დაგეგმარება ჩვენ გვიწევს სამ დავწყებთ ბილდს. ეს კარგი შენიშვნა არის ზოგადად გააჩნია სიტუაციას მე ვიტყოდი სიტუაციას ანალიზი კონკრეტულ ამოცანა რაც გაქვს იმის მიხედვით უნდა გააკეთო. უნდა გაანალიზო ჯერ რა კონკრეტული ამოცანა რისი შემოწმება მე შეიძლება დამჭირდეს გამოდენით ჩემი საბოლოო მიზნიდან და უკვე ამის მიხედვით ხდება უკვე დაგეგმარება ამის. ეს პრაქტიკაში მოდის და კონტექსტზე არის დამოკიდებული. ბოტლნეკის მაგალითს მოვიყვან კიდე ერთს, რომელსაც ჩვენ გავივლით და ფიზიკურად გავაკეთებთ ოპტიკის ლექციაზე. ეს არის ლინზები. რამდენი თქვენგანი ხმარობს ლინზებს? 1 2 სათვალეები გვაქვს. ცოტა შენ გაქვს სათვალე? ოკეი. სათვალეს გაქვს, ხო? ოკეი, და შენ გაქვს ასევე სათვალე. მე ვიყენებ ახლა მე მაგ ჩასმოთვალებში ლინზები. ლინზები არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ სინათლე დავაფოკუსებოთ. დავინახოთ რაღაცა, კამერაში მოვახედოთ სინათლე, ან გავიკეთოთ სათვალეში. ან იგივე მიკროსკოპშიც არის ლინზები. ხო, ეს არის ოპტიკური კომპონენტები. რა პრობლემა აქვს ოპტიკურ კომპონენტებს? ძვირია და ძალიან რთული და დიდი ხანი ჭირდება მათ გაკეთებას. შუშა ზოგადად აი ეს მასალა აქეთ გადაიდანე? ოკეი. ლინზების შემთხვევაში ზოგადად შუშა არის იქნება იდეალურ მასალად. აი ეს არის შუშის ლინზა და ეს არის პლასმასის ლინზა. ოკეი, გადააწყვეტეთ მაინც. შუშა არის იდეალური მასალა ბევრი გამოყენებისათვის. იმიტომ თავისი მასალის თვისებებიდან გამომდინარე არის ადვილად პოლირებადი, არის საკმაოდ მყარი და ჩვენ შეგვიძლია კარგად დავამუშავოთ. და მისი სტაბილურობა ტემპერატურის მიმართ, რამდენად ფართოვდება, რამდენად იკუმშება, არის ძალიან ადვილად გათვლადი. ამ პრობლემა იმაშია ის, რომ მე რომ მივიღო ლინზა, რომელიცაც რაღაცა ფორმა აქვს და რაც თავარია, აქვს ოპტიკური გამჭვირვალობა. ოპტიკური გამჭვირვალობა არის რამდენად გამჭვირვალეა ეს ლინზა და რამდენად არის როგორც შუშა. ბუნდოვანი რომ არ იყოს, არის ძალიან შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს, როგორც აი აქ ჩანს, პოლირების პროცესს. პოლირება სჭირდება კვირა, 2 კვირა, თქვენ რომ გააკეთოთ, ესე პრაქტიკულად შეუძლებელი საქართველოს პირობებში და უნდა გააგზავნოთ მოთხოვნა ან ჩინეთში, ან გერმანიაში, ასეთაც სხვაგან და დაგჭირდებათ უამრავი დრო, მარტო იმაზე თქვენ გაიგოთ ეს ლინზა გაგებათქვა დანიშნულებისათვის. ჩვენ წავალთ პირადად ესე პრობლემას, როდესაც ვაკეთებთ სპექტრომეტრს და იმისათვის რომ ეს ბოთლნეკი რომელიც არის ლინზების წარმოების პროცესში, რაცა ეს პოლირება და მათ გაკეთება რომ აღმოგვეფხა, მივედით პლასტიკის და ფოტოპოლიმერების გამოყენებას. ლინზა რომელიც ჰქონდათ რომელიც მეორე ლინზა რომელიც გაკეთებული პლასმასისგან გაკეთებული ზუსტად ამ მეთოდით. თუ იცით რა არის ესა? ეს როგორც ვაჩვენ ცენტრზე შუშა და პლასმასი. კი. ეს არის ყალიბი. კი, ყალიბი არის. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ იმის მაგივრად რომ გამოვიყენოთ შუშა, რომელსაც დაგჭირდებოდა მინიმუმ 1 თვე ჩამოსატანად და დაგჭირდებოდა მინიმუმ 3 კვირა ფულ გასაკეთებლად, რატომ გავაკეთებინა ზუსტად ესეთივე მოდელი, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა წინასწარ მათემატიკურად ჩვენ სპეციფიურ ამოცანაზე და გავაკეთებინა ეს პლასმასისაგან. საქმე იმაში არის, რომ პლასმასი განსხვავებით შუშისა არის ნაკლებად მყარი როგორც მასალა, გააჩნდა თვითონ უარესი თვისებები ოპტიკურ გამოყენებისათვის. თუმცა მისი ოპტიმიზირება იმისათვის, რომ საკმარისად კარგი ყოფილიყო ჩვენი ამოცანისთვის შეიძლებოდა. ამიტომაც წავედით რა გზით? იმის მაგივრად, რომ ჩვენ გავაკეთებინა შუშის დაჭრა, პოლირება და ეს რაღაცეები, წავედით ისიც, რომ გავაკეთოთ ყალიბი. თავიდან ჩვენ დავიწყეთ სილიკონის ყალიბის გაკეთებით. სილიკონი მასალა რომელთაც შეიძლება თქვენ იმუშავიათ, სილიკონის გაკეთება ძალიან კარგი მასალა საყალიბოდ, იმიტომ რომ იღებს იგივე ფორმას ზუსტად, რასაც
ობიექტი, რომელიც თქვენ ჩადეთ. მაგრამ პრობლემა არის ერთი, თქვენ ჭირდებათ სილიკონის ყალიბის შემთხვევაში საწყისი ფორმა. ანუ მე უნდა გქონდეს ლინზა, რომელსაც ჩავდებ და გავაკეთებ ამაზე რაღაცა ფორმა და მე გავაკეთებ. მე ამას გავამრავლებ უკვე. აქ ჩვენ არ გქონდა პირველადი ფორმა, ამიტომაც ვიფიქრეთ, ოკეი, როგორ შეიძლება რომ ეს არ მოვხდეთ. ამიტომაც ჩვენ ვიფიქრეთ, უფრო მარტივი იქნებოდა ჩარხზე ამოგვეჭრა ესა. აი ამ კონკრეტულ გამოყენებაში იმ ანტენისგან განსხვავებით, უფრო იაფი იქნებოდა ჩარხზე ამოჭრა ფორმისა და მივიღეთ ესეთი ყალიბი, რომელიც უბრალოდ მათემატიკურად გაფრთხილი იმისათვის, რომ მივიღოთ ჩვენთვის შესაძლებელი ლინზა. თქვენ რომ დააკვირდებით, ოღონდ ძალიან თქო არ შეეხოთ აქა, ეს ყალიბი არის სარკესავით არის აი ამ მონაკვეთში, ირეკლავს სინათლეს. ამას ქვია ოპტიკური ხარისხის ზედაპირი. ოპტიკური ხარისხის ზედაპირი არის იმდენად მიკროსკოპულად გლუვი, რომ როდესაც სინათლე მას ეცემა, ის როგორც სარკე, ან როგორც შუშა, როგორც ასე ვთქვათ, ფანჯრის მინა, ისე ატარებს სინათლეს ან ირეკლავს მას იდეალურად. მოდი გადააწოდებ ბიჭებს ესა, ოღონდ თუ შეიძლება არ შეეხოთ აი ამ გლუვ ზედაპირებზე. მექანიზმი მისი გაკეთების არის შემდეგი. ჩვენ ამ გამოვიყენეთ ესეთი ფოტოპოლიმერული სითხეები, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ პირში, არ სჭირდებათ გამოწერა, რომელიც არის გამჭვირვალე. გამჭვირვალე რეზინები არის, რეზინაში გულისხმობთ, რომ მასალის სახელწოდება არის ფოტოპოლიმერული რეზინა და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მის გამოყენებით ესეთი ფორმები, გამჭვირვალე ფორმები, რომელიც შეგვიძლია დაბეჭდოთ 3D პრინტერზე. 3D პრინტერზე დაბეჭდვა სამწუხაროდ არ გვაძლევდა იმის ხარისხს, იმ სიგლუვის ხარისხს, რომელიც გვჭირდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ მასალა საკმაოდ კარგი იყო ჩვენი ამოცანისათვის. ჩვენ თუ ამ მასალას ჩავასხამთ ჩვენს ყალიბში, ქვემოდან ამოუდებთ შუშას და შემდეგ დავასხივებთ ულტრაისფერის სინათლით. ეს პროცესი ესე გამოიყენება, ჩვენ ეს მასალა გაგვიმაგრდება და აიღებს ზუსტად იგივე ფორმას, რაც არის ჩვენს ყალიბზე. და ზუსტად ის ოპტიკური ზედაპირის ხარისხი, რაც ჩვენ გვჭირდება, მიღებადი არის ესე. რა მოხდებოდა თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ და არ გავაკეთებთ ყალიბს, ეს არის მაგალითი ლინზისა, რომელიც არის ზუსტად იგივე ფორმის, ოღონდ არ აქვს ოპტიკური ზედაპირის ხარისხი. თუ ჩვენ ჩავასხმოთ ის პლასმასის ყალიბში, რომელიც არ უნდა დაპოლირებული როგორც მეტალის ყალიბი. თქვენ თუ შეხედავთ აი ამ ზედაპირს, დაინახავთ, რომ არის უხეში, მაგრამ მას თავარია სინათლეს არ ატარებს საერთოდ. ეს 3D პრინტერი. ეს არის 3D პრინტერით გაკეთებული ყალიბი. ამ ლინზებს რა შეიძლება? კარგი კითხვა არის. ლინზების გამოყენება ჩვენ გვჭირდება გავკეთებინა სპექტრომეტრი. თუ გაგიგიათ ეგეთი სიტყვა სპექტრომეტრია, სპექტრომეტრი. კი? თუ შეგიძლია რომ ახსნა. მიახლოებით. სპექტრომეტრის იდეა არის, რომ ჩვენ განვაცალკევოთ სინათლის სპექტრად. სპექტრი არის, აი როგორც სისარტყელო, რომელსაც თქვენ ხედავთ, იგულისხმება დაშლა თეთრი სინათლისა, კონკრეტული სინათლისა, თავის ნაწილებად, რომელიც შედგება წითელი, ლურჯი, ყვითელი და სხვა ფერებისაგან. ფერები რეალურად არის ტალღის სიგრძეები, კონკრეტული ტალღის სიგრძეები, სადაც არის რაღაცა ინფორმაცია. ჩვენ ეს გვჭირდებოდა გავაკეთებინა დადგენა კონკრეტულად რაღაცა ქსოვილში რა ნივთიერებები იყო, ანუ მე თუ დავასხივე რაღაცა სინათლით, რაღაცა ქსოვილი და მე ნახე რა სინათლით დამიბრუნდა, მე შემიძლია გავარკვევ ამით ეს ქსოვილი რა ნივთიერებას შეიცავს, იმიტომ რომ ეს ნივთიერება ან თითოეულ ნივთიერებას გააჩნია თავისი უნიკალური თვისება სინათლის შთანთქმას, ან არ ეკუთვნის. და ამისთვის ვიყენებთ. და მთავარი პრინციპი რაც არის, ეს რომ ეს სინათლე მე დავშალობენ ნაწილებად და დავინახოთ სისარტყელად. თუ სისარტყელაში რაღაც ფერი აღარ არის, ესე იგი ეს ფერი იყო შთანთქმული. თუ ფერი თუ ფერის ქვეყნთან შედარებით არის უფრო მეტი, შეიძლება მოხდა არეკვლა ამისა ან ფლუორესცენცია. კიდე სხვა მოვლენა არის. მაგრამ დაუბრუნდების საკითხს, აი ეს არის ის პლასმასის ყალიბი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, რომელსაც არ ქონდა საკმარისი სიგლუვე, რაც შეეხება ყალიბს. ყალიბის შემთხვევაში თქვენ თუ დააკვირდებით, ეს არის 3D ბეჭდით გაკეთებული ყალიბი, მისი ზედაპირი განსხვავებით იმ მეტალის ზედაპირისა, სინათლეს ესე არ ირეკლავს. ხო, ანუ თქვენს ხო, პლასმასის არის, თუმცა ეს პლასმასი რო იყოს დამუშავებული, ისე როგორც ჭირდება, იქნებოდა როგორც სარკე. ანუ ეს არა პლასმასის ამბავი, ეს არის პლასმასის ზედაპირის ხარისხის ამბავი. აი ამ ყალიბის გამოყენებით ჩვენ ვცდილობთ თუ გაგვეუმჯობესებინა ამ ლინზების გაკეთების პროცესი, რომ მასში არ გაჩნდებოდა ბუშტუკები. ბუშტუკები ხდება იმის გამო, თუ ჰაერი არის გაჭედილი ამ რეზინაში, შეიძლება რომ გამოიწვიოს ბუშტუკა, რომელიც მე მიზიანებს უკვე ლინზას. კი, გამოგვივიდა. ბევრი წვალების შემდეგ გამოგვივიდა.
რატომ მოვიყვანე მე ეს მაგალითი? იმიტომ რომ ამან ჩვენ დაგვისწრაფა პროცესი იმის მაგალითად რომ ერთ ლინზას დაავადებოდით ერთი თვის განმავლობაში მარტო ჩამოდარანზე და პრაქტიკულად ორი თვე გვიწევდა თითოეულ დიზაინის მიერ დაავადებოდით ჩვენ ეს შეგვიმცირა დაახლოებით 1 კვირამდე. თუ ჩვენ საქართველოშივე ვაჭრევინებდით ესეთ ყალიბს, ნახავთ როგორ გამოდიოდა ჩვენი მათემატიკური დაანგარიშება რეალობაში, როგორ შეგვასწავლდა და ამიტომაც ჩვენ თუ ვილაპარაკებთ რეალისტიკურად 4-დან 6 ჯერ ავასწრაფებთ ჩვენი პროცესი. და აქედან ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ თუ დაგჭირდება რომ შუშაზე გავაკეთოთ, მე თუ ვიცი შუშის ფისებები, მე თუ ვიცი მისი სხვა პარამეტრები, მე შემიძლია უკვე მე გავაკეთო შუშის ლინზაც. ან დავჭერ პლასმას ლინზების გამოყენებით. ანუ ეს ერთი მაგალითი ამის გაკეთებისა. საპროდუქტირებას რაც შეეხება თუ ლაპარაკობთ ჩვენ ფიზიკურ კომპონენტებზე, აქ არის რამოდენიმე ტექნიკა, საბაზრო ტექნიკები, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. თუ ჩვენ ლაპარაკობთ გაკეთებაზე რაღაც მოწყობილობისა, ჩვენ შეგვიძლია ის ჩავშალოთ, ჩავშალოთ მის გაკეთების პროცესს გამომდინარე ამოცანისაგან. თუ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ფიზიკური ფორმა, აქ რა თქმა უნდა იკვეთება 3D ბეჭდო, როგორც ყველაზე სწრაფი და იაფი. თუ ჩვენ გვჭირდება დავუშვათ რაც შეიძლება კარგი ზედაპირის ხარისხი, ლაზერზე უკეთესი მაინც ჩდება CNC machining-ი, ანუ ჩარხვა. ჩარხვა როგორც ტექნიკა შედებითად ძვირი არის, მაგრამ გააჩნია თავისი უპირატესობები და საქართველოში არის ნაწილობრივ ხლობისასწორი და ჩვენ გაგიზიარებთ რესურსებს საჩელებას გაკეთოთ. კი ბატონო. ჩარხვა? ხო, ჩარხის გამოყენება. ხო. CNC არის, კარგი კითხვა არის, მოდი ვნახოთ. Computer numerical control. ანუ კომპიუტერული ციფრული კონტროლი. Make sense, გამომდინარე იქიდან, რომ CNC შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ კონკრეტულ ფორმას, რომელიც გაწერილი არის ვექტორული ფაილის სახით და მე უკვე ამ კონკრეტულ მიმართულებას მისდევთ თვითონ ჩარხი. რაც შეეხება მე ვახსენე ელექტროდაფარო. თქვენ გინახავთ ალბათ Arduino, გინახავთ სხვადასხვა ტიპის პლატები, რომელზეც არის მიკროჩიპი დამაგრებული, გჭირდებათ რომ ეს მიკროჩიპის მეშვეობით რაღაცა გააკეთოთ, რაღაცა ციფრული ოპერაცია და შეიძლება ეს გამოიყურებოდეს ესე მაგალითად. ხო, ამ შემთხვევაში მე მაქვს პლატა, აქაც მაქვს მეორე ტიპის პლატა, სადაც მაქვს დამაგრებული რაღაცა ელექტრონული კომპონენტები, ხო? საქმე მაშინ შეეშო მე რო ეს პლატა გავაკეთო, რომელსაც გავტესტავ ჩემ მოწყობილობაში, სადაც მე მაქვს უკვე დაანგარიშებული, სადაც მიდიოდეს კონკრეტული ხაზი, სადაც მიდიოდეს დენი, მწვანე, ან ესეთი ტიპის დიელექტრიკული მასალა. ასე ნიშნავს ახლა ეს თვითონ მასალა რაც არის, დენს არ ატარებს. დენს არ ატარებს, მაგრამ მასზე არის თუ დააკვირდებით პატარა ხაზები, ხო? აი პატარა ესეთი შავი ხაზები, რომელიც ატარებს დენს და ამიტომაც მე ვღებულობ უკვე გამტარულ ეფექტს, რასაც მივიღებდი მავკულების გამოყენებით. გადავწყვეტეთ მას დააკვალიერეთ ამ მავკულების ეფექტი გამომდინარეობს იქიდან რომ გვაქვს რაღაც კონკრეტული არხები ასე თქვა, სადაც დენი გადის. მაგრამ ისედაც რომ მე მივიღო ესეთი პლატა, მე მჭირდება რომ ესეთი პლატა სადღაც ვაწარმოო. როგორ ხდება ახლა ამის გაკეთება? ყველაზე რეალისტიკური გზა არის თქვენ შეხვიდეთ ერთ ჩინურ ვებგვერდზე, სადაც შეიყვანთ თქვენს ფაილს, სადაც გაქვთ აღწერილი ეს პლატა და გამოიწერთ მას. მაგრამ ელექტროდაფარვის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ სახში. თუ თქვენ იცით კონკრეტული ფორმა, თუ თქვენ იცით როგორ უნდა მიდიოდეს არხები რა კომპონენტებს შორის, თქვენ შეგიძლიათ რომ აიღოთ მასალა, რომელზეც არ ატარებს დენს, იგივე პლასმასი, შემდეგ მასზე დაიტანოთ გამტარის თხელი ფენა და იქ, სადაც თქვენ არ გინდათ რომ გადიოდეს დენი, ულტრაიისფერი დასხივების ან ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით, ეგრეთ წოდებული etching რეაგენტების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ გავივლით მიკროელექტრონიკის ლექციაზე, თქვენ შეგიძლიათ ეს მოაშოროთ და მიიღოთ პლატა სახლის პირობებში. რატომ არის ახლა ეს გამოსტეგიდან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ რომ კონკრეტული პატარა მინიატურული პლატა აწყოთ რამოდენიმე საათში ან დღეში. არიან მოდენი ჩინეთიდან რომ ეფექტის გამომბოს ჩამოვიდეს. ელექტროდაფარვა როგორც ტექნიკა ძალიან გამოსტეგი არის ამ თვალსაზრისით. ის აღწერილი არის აქა. ჩვენ
გაგიზიარებთ ვიდეოებსაც როგორ კეთდება ესა, თქვენ შეგიძლიათ სახში მოსინჯოთ. ძალიან მარტივი პროცესი არის, მე ვატარებ დენს წყალში, სადაც მაქვს გახსნილი კონკრეტული ელექტროლიტი, მაქვს რაღაცა მასალა, რომელსაც ვიყენებ როგორც შემწირავ მასას, რომელსაც ვწირავ, რომელსაც არის ატომები დაუშვათ სპილენძის ან სხვა რაღაცისა და მეორე მასალაზე ეს ხდება ამ ატომების მიგრირება და დაფარვა ზემოთ და წარმოიქმნება ფენა, რომელიც ატარებს დენს. ელექტროდაფარვის გამოყენება შეიძლება არა მარტო ამისათვის, არამედ როგორც იხსენეთ, იგივე ანტენების გასაკეთებლად. სადაც მე მიზანი მაქვს ერთადერთი, რომ მივიღო გამტარი ზედაპირსა მეტალი. ინიექციური წარმოება. აი ეს არის მაგალითი ამისა. ყველაფერი რაც თქვენს გარშემო არის, რაც შედგება პლასტიკისაგან, სავარაუდოდ არის გაკეთებული ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. იგივე პულტი, იგივე ნებისმიერი სხვა პლასტიკური კომპონენტი, როგორც ეს მაუსი, თუ დააკვირდებით, არის საკმაოდ გლუვი. ანუ მისი ზედაპირი 3D დაბეჭდისგან განსხვავდება იმით, რომ არ აქვს ხაზები, რომელსაც ახასიათებს ბეჭდვას. ეს იმის გამო არის, რომ გაკეთებული არის ყალიბი, ხშირ შემთხვევაში ეს მეტალის ყალიბი, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ თქვენ როდესაც წნევის ქვეშ ჩაასხავთ, მაშინ შეიყვანთ, როგორც შპრიცის გამოყენებით მსგავსი ტექნიკა არის, შეიყვანთ გახურებულ პლასმასას, კონკრეტული ტიპის პლასმასას, თქვენ მიიღებთ ამ ფორმას. აი აქ არის ამის მაგალითი, სადაც კონკრეტული ფორმა არის გაკეთებული შიგნით და შემდეგ პლასმასის ინიექცირების წნევის ქვეშ მიიღება კონკრეტული ფორმა. ეს ყალიბის გამოყენების პრინციპი. ყალიბების გაკეთება არის ესეთი ყალიბების გაკეთება წნევას ხვდებს არის ძვირი სიამოვნება და ძალიან დიდხნიანი პროცესი. მაგრამ აქაც შესაძლებელია მის დასწრაფება იგივე 3D ბეჭდვის გამოყენებით. ჩვენ ნახავთ ვეჩაგდეთ ჯგუფში კლიპს, სადაც 3D ბეჭდვის გამოყენებით შესაძლებელია გაკეთება დიზაინისა ყალიბის, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს და შემდეგ მისი გამაგრება. გააჩნია რა მასალას გამოვიყენებ, ან იგივე მეტალიზირების გამოყენებითაც, მეტალურ დაფარვის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია ბევრ უფრო გავამაგროთ ჩვენი მასალა და გავაკეთოთ ყალიბის ნიმუში, რომელსაც შეიძლება როგორც ინდუსტრიული ხასის ყალიბმა ვერ გამიქაჩოს 10000 ცალი ფორმის გასაკეთებლად, მაგრამ გამიქაჩავს იმისთვის, რომ გავაკეთო სადღაც 100-დან 200-მდე მაინც. ამიტომაც რეალისტიკური არის პატარა მასშტაბის წარმოებისათვის ამ ტექნიკის გამოყენება. რაც შეეხება 3D პრინტინგს, მე დავამატებდი ერთ განსხვავებას. ჩვენ ერთ-ერთ ლექციაზე ბოლოსაკენ და თქვენს ჰაკათონზე გვექნება საშუალება, რომ დავბეჭდოთ კომპონენტები, რომელსაც თქვენ დიზაინს გააკეთებს. თქვენს მიერ გაკეთებულ დიზაინის კომპონენტებს. არსებობს ორი ძირითადი ტექნიკა 3D ბეჭდვაში, რომელიც ხელმისაწვდომი არის ყველასათვის. რომელიც შეგიძლია საქართველოში იყოს ძალიან მარტივად, ან თქვენ გამოიწვიოთ. ეს არის FDM-ი და ეს არის SLA. რა განსხვავება ახლა ამ შორის? FDM-ის შემთხვევაში, რომელიც ნიშნავს Fused Deposited Material Production, გამოიყენება ეგრეთ წოდებული ნოზელი, რომელიც როგორც პატარა შპრიცის თავი, რომელიც ხურდება და მასში აი ესეთი ფილამენტი, აი ესეთი დავარქვათ პლასმასის მავკული ნელ-ნელა შედის და მისი გალხობა ხდება და გამომდინარე იქიდან როგორ მოსროობს ჩვენი შპრიცის თავი, ხდება დანანა მასალისა. ასევე არსებობს SLA 3D ბეჭდვა, რომელიც გამოიყურება აი ესე როგორც არის მარცხნივ, რომელსაც გააჩნია ორი ძირითადი განმასხვავებელი თვისება, რაც ჩვენ გვადარდებს FDM-თან შედარებით. FDM-ი არის სწრაფი, უფრო მეტად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შეგვიძლია გახურება და გაციება გავაკეთოთ უფრო სწრაფად, ვიდრე SLA შემთხვევაში და შეგვიძლია უფრო დიდი ობიექტების გაკეთება ზოგადად. მაგრამ მეორეს მხრივ დეტალი, ყველაზე პატარა დეტალის გაკეთება, რომელიც შეგვიძლია ჩვენ FDM-ზე, არის 10-დან 100-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე ეს შეგვიძლია გავაკეთოთ SLA-ზე. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ თუ გჭირდება გქონდეს მიკროსკოპული დეტალი, ანუ ჩვენი დეტალის ზომა, ან ფორმა რაღაც განსხვავება იყოს მიკრონის, ანუ მეტრის მე-1000-ის ფარგლზე, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ FDM-ის გამოყენებით. FDM-ის ლიმიტი არის დაახლოებით 100-50 მიკრონი, ესეც თუ ძალიან მაგარი არის. SLA შემთხვევაში ეს არის 5 მიკრონი და კიდევაც ხრემოთ გააჩნია როგორ გავაკეთებ, რა პრინტერს ვიყენებთ.
ამიტომაც თუ ჩვენ გვჭირდება ამ ნაწილის მე ცოტა ხანი პაუზა აიღე რომ ბატარეა გამოსვა. კი ბატონო. ამ ორ ტექნიკის განსხვავება ისაა, რომ ჩვენ თუ ვიცით რა ამოცანა გვაქვს, ჩვენ გვინდა სიზუსტე თუ ჩვენ გვინდა ზომა და სისწრაფე, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ გარკვეულ წავიდეთ. თუ თქვენ გჭირდებათ რაღაცა პატარა და დეტალური გავაკეთოთ, ესელა ყოველთვის უკეთესი გზა არის და ასევე თუ ჩვენ გქონია რაღაცა დიდი გავაკეთოთ უფრო მეტად და სწრაფად, RDM-ი არის უკეთესი გზა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ RDM-ის შემთხვევაში ჩვენი ბეჭდვა მიმდინარეობს ფენა ოღონდ მოძრავი ხაზი. მაგრამ ხუთი გამოხდე? ოკეი. მაგრამ ესელა შემთხვევაში ჩვენ ქმნით მყარ მასალას ფენა არა ხაზის მოძრაობით, არამედ პირდაპირ ნიშნობით ფენა ქმნით თითოეულ layers. ანუ მე თუ ავიღებდი დავუშვათ აი ამ მოდი უკეთეს მაგალითს ავიღებ, მე თუ ავიღებდი დავუშვათ აი ამას. აი ამ შემყალიბს და დავაბეჭდავდი ამას არა RDM-ის გამოყენებით, არამედ SLS-ის გამოყენებით, ჩემი best process იქნებოდა ეს რო ავიღო და დავშალო 400 ფენად, აი ეს პატარ ფენად, რომლის სიმაღლე შეიძლება იყოს დავუშვათ 5 მიკრონი, ან 1000 ფენა იყოს ესეთი, თითოეული ფენა დაიბეჭდებოდა რიგრიგობით. მაგრამ RDM-ის შემთხვევაში, სადაც ჩემი ნოზელი მოძრაობს, ბეჭდვა ხდება ერთი მონაკვეთიდან მეორეში და ახასიათებს ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შიგნით გავაკეთოთ ღარები. ანუ მე შემიძლია რომ ეს კი არის მყარი ნაწილი, აი შეგიძლიათ მოვიდოთ, მაგრამ შიგნით არის სიცარიელი, სადაც დაფარული არის შავად, შიგნით რეალურად არის სიცარიელი, არ არის სავსე. გადააწყვეტე. და ფენა როცა აკეთებ არ გამოდის ეს სიცარიელი. არა, სიცარიელი არ გამოდის. ესელა შემთხვევაში, აი ამ ასაკის შემთხვევაში მე არ მაქვს შიგნით სიცარიელი. მე შემიძლია ეს გავაკეთო, ასე ვთქვათ, სპეციალურ დიზაინით, მაგრამ როდესაც ფენა ამას ვაწყობ, ეს ფენები ერთმანეთს აჯდება და არის შიგნიდან სავსე. კი ბატონო. ანუ ყალიბებისთვის ვერ ვიხმაროთ ხან. არა, შეხედეთ, ყალიბებისთვის ჩვენ შეგვიძლია ვიხმაროთ, მაგრამ მე თუ ჭირდება რომ ეს მასალა შიგნიდან იყოს ცარიელი, იმიტომ რომ მინდა რომ დავუშვათ შევამცირო წონა. ხო, მე 100 მასალა მაქვს შიგნით, მით უფრო მეტი წონა მაქვს. ეს ტექნიკა შეიძლება არ გამომართეს. ანუ ისევე დამოკიდებული არის საწყისიდან რა არის ჩვენი ამოცანა, რა არის ჩვენი მიზანი, რა არის ჩვენი საზღვრები, რაც ჩვენ ჩავშლით. კი ბატონო. ოკეი. გავაგზავნებ მაშინ, ესე იგი, ეხლა გადავდივართ ჩვენ უკვე ნაწილზე, რომელიც თუ თქვენ გინდათ შექმნათ ფიზიკური მოწყობილობა, აუცილებლად გჭირდება. თუ თქვენ არ გინდათ უბრალოდ რომ იყოთ ის ხალხი, რომელიც იღებს სხვის დიზაინს და სხვის დიზაინს ბეჭდავს, ან ჭრის, ან ნებისმიერ სხვა რაღაცას აკეთებს, თქვენ თვითონ რომ შექმნათ რაღაცა, თქვენ ჭირდებათ აუცილებლად კადი. კადი იგივე computer assisted design არის ტექნოლოგია, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ შექმნათ პარამეტრული დიზაინის გამოყენებით რაღაცა ფორმა. ვის გაგიგეთ ბლენდერის შესახებ? ყველას. ბლენდერი ვის გამოუყენებია? ხამასების დეველოპერი დაინტერესებული გოგოებია ბლენდერი? გოგოებია. თქვენ ბლენდერი გამოყენებია? არა, ოკეი. ბლენდერი განსხვავებით კადის პროგრამებისა არ არის პარამეტრული პროგრამა. რას ნიშნავს ახლა ესა? პარამეტრულ პროგრამაში მე შემიძლია ერთი კონკრეტული ნაწილის ზომა განსაზღვრო არა როგორც ასე ვთქვათ ნაკრები წერტილებისა, არამედ როგორც რაღაც განტოლება, რომელიც იდეალურად მისდევს რაღაცა ფუნქცია. რაღაცა ფუნქცია იყოს, რომელიც იდეალურად აღწერს ჩემს ზედაპირს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ მე ყველაფერი დავყავი პატარ-პატარა წერტილებად, ეს იწვევს გადატვირთვას ჩემი კომპიუტერული პლატისა, ჩემი GPU-სა და ჩემი შესაძლებლობა რომ ეს გავაკეთო არის ნაკლები ეგეთი და მეორე შედი მე თუ მინდა რაღაცა ვაწარმოო, მე ხშირ შემთხვევაში არ მაწყობს რომ მქონდეს დანაწევრებული ყველაფერი წერტილება და მჭირდება რომ იყოს ეს განტოლების სახით, რომელიც მე შემიძლია ჩემს დაანგრას მივცე რომ მან იდეალურად გამოჭრას, ან იდეალურად გააკეთოს ამისი ბეჭდვა. 4 პროგრამა, რომელსაც მე დღეს გაგაცნობთ, ეს არის Tinkercad, Fusion 360, FreeCAD და OpenSCAD. თუ გაგიგიათ რომელიმე შესახებ აქ? კი, Tinkercad შევავდით, იმას ვაწყობთ წერტილს. ოკეი. Tinkercad არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი, მაგრამ შეზღუდული პროგრამა. მე გაგიცით ახლა აქ Tinkercad-ს. თუ სხვებს არ ქონიათ ამასთან გამოცდილება, Tinkercad-ის შემთხვევაში
ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი ფორმების დიზაინი, შეგვიძლია რომ იგერკაცი ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ საბაზისო ფორმების და წრედების დიზაინი. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი შესაძლებლობები არის შეზღუდული. აი იგივე თუნდაც რასაც ვიძახოდით Arduino-ისთვის დიზაინის შემთხვევაში ან რაღაცა მარტივი წრედის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ აქ გავაკეთოთ საბაზისო დიზაინი რაღაც კომპონენტების გამოყენებით. შეგვიძლია რომ ავიღოთ კონკრეტული კომპონენტები და ერთმანეთს შევაერთოთ. და შეგვიძლია ასევე გავაკეთო ამისი 3D მოდელიც. მე მაქვს აქ გაკეთებული კონკრეტული ობიექტისათვის მის ციფრული მოდელი, ეს არის მიკროსკოპის ნაწილი, 3D დაავიწყებული მიკროსკოპის ნაწილი, რომელიც მე შემიძლია რომ აქ რაღაცა დონეზე დავამუშავო და შევუცვალო მას ფორმა. იკერკადი არის შედარებით შეზღუდული პროგრამული ზოგადად, ბევრი რაღაც გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგრამ არის უფასო და არის ონლაინ ხელმისაწვდომი ძალიან მარტივად. მეორე პროგრამა და ის რასაც მე პირადად მუშაობ, რაც თქვენ შეგიძლიათ რომ უფასოდ გქონდეთ ხელმისაწვდომა მასზე, მაგრამ ჭირდებათ რომ გააკეთოთ სპეციალური განაცხადი და მიწეროთ Autodesk-ს, ეს არის Fusion 360. Fusion 360 არის სრულფასოვანი კადის პროგრამა, რომლის გამოყენებას თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კადის ამოცანისათვის და არის მას აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა რეჟიმი, ხო? მაგალითად, მე შემიძლია რომ გავაკეთო კონკრეტული ნაწილების დიზაინი, შემიძლია გავაკეთო ელექტრონიკის დიზაინი, შემიძლია გავაკეთო ნახაზები, შემიძლია გავაკეთო აწყობა კომპონენტებისა და ამის გარდა მე შემიძლია გავაკეთო დაზუსტება მასალის ტიპისა, დაუშვათ ზედაპირისა, მეტალის ნაწილებთან ვიმუშაო, აქ მე მაქვს კონკრეტული პროგრამული პუნქტები, რომელიც განსაზღვრულია აი იგივე მეტალის ნაწილების საწარმოებლად, რომ მაგალითად მოხდეს მეტალზე ლაზერით რაღაც ამუშავება, მე გადაკეცვა. ხო? Fusion-ი ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს და არის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი. ძალიან საფუძველი გზად ვაიფუსოთ. აი თუნდაც ეს არის ყალიბის მოდელი, რომელსაც ეხლა ვმუშაობთ და მე შემიძლია რომ პარამეტრულად განსაზღვრო თითოეული ზედაპირი, შემიძლია რომ ის როგორც მინდა ისე დავამუშავო. და აქედან შეგვიძლია პირდაპირ 3D პრინტერს მოვერთო და დაგვიჟდოთ თუ ცოტა აპრეცია. კარგი კითხვა არის. ზოგადად კადის ფუნქცია ის რომ ჩვენ გავაკეთოთ პირველადი დიზაინი, მაგრამ იმისათვის რომ ეს გავხდოთ 3D დაბეჭდვადი ფაილი, ჩვენ გვჭირდება რომ გადავაქციოთ ის სპეციფიურ ფორმატში. ეს სპეციფიური ფორმატები არის უკვე თვითონ G-კოდის ფაილები, G-კოდი არის ასე ვთქვათ, ფორმატი, რომელიც ლაპარაკობს 3D პრინტერს. 3D პრინტერს და ჩარხებსაც ესმით G-კოდის ენა, მაგრამ რო გადავიდე ჩემი ყალიბიდან ამ G-კოდში, მე მჭირდება რომ გავაკეთო მისი ერთი შენახვა როგორც 3D ფაილს და გამოვიყენო შუამავე პროგრამული უზრუნველყოფა. ამ პროგრამულ უზრუნველყოფას ქვია სლაისერები. აი სლაისერი მაგალითად არის ეს არის 2K სლაისერი. 2K სლაისერი არის ასევე უფასო პროგრამული უზრუნველყოფა. მე მაქვს მაგალითად 2K-ში აქვს შეტანილი მაქვს აი ეს ფორმები, ხო? ეს არის ის რაც მე გავაკეთე დავუშვათ Tinkercad-ში. ან გავაკეთე Fusion-ში. უკვე აქ როდესაც შემოვალ, მე შემიძლია გავაკეთო სპეციფიკაცია იმისა თუ რა პარამეტრები უნდა დავბეჭდო. ანუ ჩემმა პრინტერმა უნდა დაბეჭდოს ეს სწრაფად, უნდა დაბეჭდოს ეს ნელა, რომ უნდა დაუწყოს რაღაც ნაწილის გაკეთებას, როგორი სიმაგრე მჭირდება და მე თუ მე უკვე მინდა რომ დავბეჭდო ესა, მე უნდა გავაკეთო ამის გარდაქმნა სლაისინგის მეშვეობით. ანუ ესა უკვე დასლაისებული ფაილი, აი ესე გამოიყურება, თვითონ ბეჭდვის პროცესი შეგვიძლია კიდევაც რომ ნახოთ, როგორი იქნებოდა. აი ესე მოხდებოდა და აი ამის აღწერა უკვე ხდება სლაისერის მეშვეობით. ანუ კადიდან პირდაპირ ნამბიჯი 3D პრინტერში ან ჩახვაზე არ არის. ჭირდება შუამავე პროგრამა, რომელიც გაგიკეთებთ აი ამ ნაწილს. როგორ შეიძლება რომ გადავხდეთ ფორმა უშუალოდ მოძრაობებში პრინტერისათვის თუ ჩაფისათვის.
ამის გაკეთება შეიძლება ბევრი სხვადასხვა სლაისინგის პროგრამა არსებობს. ჩემი რეკომენდაცია და ჩემი საყვარელი არის Orca Slicer, იმიტომ რომ ძალიან მოსახერხებელი არის. Შეიძლება დაასპეციალიზიროთ ნებისმიერი პარამეტრი, ხარისხი, კონკრეტული კედლების შევსება რამდენი უნდა მოხდეს, თვითონ შინაგანი ნაწილის შევსება როგორი ფორმით უნდა მოხდეს, ეხლა რას გულისხმობ ამაში. თქვენ თუ შეხედავთ აქა დააგვირდებით, რომ აი ეს მონაკვეთი არის არიელი, მაგრამ შიგნით არის რაღაცა სტრუქტურა, ხო? რომელიც წააგავს ფუტკრის რა ქვია მაგას ფუტკრს? კი, ზუსტად. მაგრამ მე შემიძლია რომ ეხლა შევცვალოთ, თუ შევცვლი ინფილის პატერნს აქედან, მე შემიძლია რომ გავაკეთო lightning-ი დავუშვათ იყოს. და ეს იყოს. აჰა. ეხლა ეს პრაქტიკულად სარიელი გამოდის. მარტო რაღაც კონკრეტულ მინერალურ ნაწილებში არის გამაძლიერებელი მასალის დატანა. აი აქ. გაშლე მე რა ამოცანა მაქვს, მინდა რომ ეს იყოს მაქსიმალურად ჩატე თუ არა, თუ მინდა რომ იყოს ძლიერი, მე შემიძლია ეს დავასპეციალიზირო აქა, სლაისერის პროგრამაში. და ხო არსებობს ისეთი შემთხვევები, შეიძლება მაგას რაღაცა ვერ მოაშორო ეგ შემავსები მასალა. თუ ეცვანა. ეხლა რასაც კითხულობ, ამას ქვია სუპორტები. ანუ როდესაც მე რაღაცას ბეჭდავს ამით ბეჭდვით, მე შემიძლია დავუმატო ეგრეთ წოდებული სუპორტინგ ნაწილები, რომლის ფუნქცია არის რომ გამიმაგროს რაღაც ფორმა. თუ ეს ნაწილები არის გარეთ შემთხვევაში მე ამას გავაკეთებ, მაგრამ თუ არის შიგნით მე ამას ვერ გავაკეთებ. ეხლა მაგალითად მე დაგანახებთ სუპორტების მაგალითს, მე ავიღე ეს ფორმა, ეს არის სუპორტების გარეშე, მაგრამ თუ ეხლა დავუმატებ მე სუპორტს, შევიდეთ სუპორტებში, ვიცით enable support. ჩვენ დაგვემატება აი ესეთი ნაწილები, რომელიც გარედან იქნება და რომელიც მოხსნას მე შემიძლია პრინციპში. ეს იმ შემთხვევაში არის თუ მე რაღაცა მაქვს hire-ში. ანუ თუ მე რაღაცა კონკრეტული მონაკვეთი მაქვს hire-ში და მას არ აქვს დასაბრუნები, ეხლა აი აქ მაგალითად ხო, აი აქ მონაკვეთში შეიძლება გამომადგეს სუპორტები და შემიძლია დავასპეციალიზირო მათ იყოს სუპორტი, მაქსიმუმ შეიძლება გამომადგეს. მაგრამ ზოგადად კარგი დიზაინის ერთ-ერთი განმასხვავებელი ცუდი დიზაინისგან არის ის, რომ თქვენ წარმოების პროცესში არ შეიძლება ესეთი რაღაცების დამატება. ხო, თუ სრულად გააკეთეთ დიზაინი, სრულად გააკეთეთ კაჩი დიზაინი, ეს აღარ დაგჭირდება. მიუბრუნდებით და გავაგრძელებ FreeCAD-ი არის აბსოლუტურად უფასო პროგრამული ზმნაყოფა. შეგიძლიათ გადმოწეროთ ის ინტერნეტიდან, FreeCAD-ის ვებსაიტზე თუ შეხვალთ და არის როგორც Fusion 360. ოღონდ უფრო მეტად ჩახლართული არის ოდნავ. თუმცა აქ შეგიძლიათ გააკეთოთ პრაქტიკულად ყველაფერი, თუ ჭირდება თუ გააკეთოთ დიზაინი ბორბლისა საავიაციო გამოყენებისათვის, თუ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ დიზაინი ძრავისა, ნებისმიერი რაღაცისა, FreeCAD-ი არის უფასო, არის open source, ამიტომაც მილიონობით ადამიანი იყენებს უფროს გარშემო და ამატებენ სხვა მოდულებს. ვიღაც ადამიანმა შეიძლება დაამატოს სხვა მოდული ბოთლის გასაკეთებლად, სპეციალურად ბოთლებისთვის, როგორ ხდება ბოთლების ჩამოსხმა, ბოთლების დიზაინი, მაგისთვის შექმნა. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ანუ ძალიან მოქნილი, მაგრამ არის როგორც ფართო, მრავალფეროვანი, მაგრამ არის უფრო დასათვისებელი. Fusion-ი არის კომერციული პროგრამა, რომელშიც უფრო ნაკლები რაღაც საშუალება არის, ასე ვთქვათ, out of the box, მაგრამ უფრო მარტივია გამოსაყენებლად. Fusion-ი ფასიანი არის, მაგრამ თქვენ როგორც მოსწავლეებს და ასევე სტუდენტებსაც შეუძლიათ რომ უფასოდ გქონდეთ სწავლა. და ეს არის არქიტექტურაში გამოსაყენებელი იქნება? კი. თუ თქვენ გინდათ რომ გააკეთოთ დიზაინი არქიტექტურაში იყენებენ ხოლმე CATIA-ს და იყენებენ კიდევ AutoCAD-ს, ისინი გამოგადგებათ რა თქმა უნდა. თუმცა Fusion-ის შემთხვევაში თქვენ უფრო მეტი ფოკუსი გაქვთ განსხვავებით არქიტექტურისაგან კონკრეტულ რაღაცა მოწყობილობის გაკეთებას. ანუ პროგრამები არის უფრო სპეციალიზირებული რაღაც გამოყენებისათვის. და OpenSCAD-ის ფანატი მე პიროვნულად კიდევ არა ვარ. OpenSCAD-ის თვისება არის ის, რომ OpenSCAD-ი არის პროგრამული, თუ და ასევე პრობლემატური. OpenSCAD-ის გამოყენება ძირითადად არის, თუ თქვენ ჭირდებათ რაღაცა გააკეთოთ
კოდის მეშვეობით, ანუ დააგენერიროთ რაღაცა ფორმა, რომელიც გამომდინარეობს რაღაც მათემატიკური დაანგარიშებიდან. და არა უბრალოდ დიზაინიდან, OpenSCAD ასე უფასო არის, შეგიძლიათ გადმოწეროთ ონლაინ. გავაგრძელოთ. პროცესუალური პროტოტიპირებას რაც შეეხება. ჩვენ ვილაპარაკეთ ჩვენს პირველ ამოცანაში, წინა ლექციაზე იმაზე, რომ გვინდოდა გავაკეთოთ რაღაც სისტემა. მაგრამ სისტემაზე თუ ვილაპარაკობ, როგორ გამოიყურება ეს სისტემა რეალურად, ხო? ან როგორ გამოიყურება რაღაც პროცესი. იმისათვის რომ ჩვენ მოვხაზოთ რაღაცა ნაბიჯები სისტემაში, ჩვენ გვჭირდება ამისათვის შესაბამისი ვიზუალური მედიუმი, ხო? ამის გაკეთება შეუძლია PowerPoint-ში, თუ სხვა საშუალება არ აქვს, მაგრამ დღეს გასწავლით ორ ძალიან გამოსაკლ პროგრამას, რომელსაც მე პირადად ვიყენებ ძალიან ხშირად და მასალა ერთმა ძალიან კარგმა ინჟინერმა, რომელიც დღის განმავლობაში მუშაობდა ნავთობის მომპოვებელ სტანციებზე და ქონდა ბევრი კომპონენტი, რომელიც ერთმანეთთან და ეს არის FreePlane და Draw.io. FreePlane არის უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ფუნქცია არის თქვენ გააკეთოთ მონახაზი, რომ ჩაშალოთ, ასე ვთქვათ, ძირითადი კითხვები რა არის, ძირითადი პარამეტრები თქვენთვის რა არის და გააკეთოთ მისი ვთქვათ, დახარისხება. ეს არის მაგალითი, რაც მე გაკეთებული აქა, კონკრეტულად მიკროსკოპის წარმოებისათვის, რა კონკრეტული საკითხები რაც მაგ გასახილველი, მოდით მე მივაზუმებ. ან შენი აზრები ლეგებია ჩაწერო და მე რო კავშირებს ექსპორტს თუ როგორ? ხო, აი როდესაც brainstorming-ს აკეთებ და ფურცელზე ხაზავ რაღაცეებს და ავდაუბრალ გამოიყურება, ეს გაზრდა საშუალებას გააკეთო სტრუქტურირებულად. ანუ მე შემიძლია ავირჩიო დავუყო რაღაც კონკრეტულ პროექტის თემატიკა, მე ჩავშალო ეს რაღაც უფრო ფართო თემატიკა და მე ჩავშალო ქვესაკითხებად. და ეს ერთ ციფრში მოვაქციო, რომელიც ძალიან მარტივად იკეცება და იხსნება. თუ გინდათ რომ აი იდეას ვლაპარაკობთ, თავარი კითხვების დასმა, მონიტორინგის სისტემის შექმნა, თუ თქვენ ჭირდებათ რომ ეს ყველაფერი მოაქციოთ ერთ ციფრში და ჩაშალოთ როგორც მიმდევრობა რაღაც ჯაჭვი ლოგიკური, ამის გაკეთება შეიძლება ძალიან კარგად FreePlane-ში. ანუ მარტივად ხდება თუ მაგალითად საკითხად სწავლობთ brainstorming-ის შედეგად დააკავშიროს ყველაფერი. არა, აი მაგალითს მოგიყვან, მე მაგალითად ჭირდება რომ ამას გავუკეთო დამატება, დავუმატებ ერთ კიდე განშტოებას და აქ შემიძლია მივუთითოთ დაუშვათ საკითხი 2 და შემიძლია ჩაუშალო მივცე კიდევ ქვე საკითხი. დაუშვათ იყოს 0.2.01 ქვე საკითხი. და всё. თუ გამჭირდება შემიძლია ჩავკეცვე ძალიან მარტივად და აღარ გამოჩნდება. ანუ ნებისმიერ თემატიკას შემიძლია გავავრცო, ჩამოწრო ყველაფერი, მე დავყურო რომ აღარ დამიბინძუროს ასე თქვა ჩემი ვიზუალური სივრცე. და Draw.io არის ძალიან გამოსადეგი რამე, ხელმისაწვდომი არის ონლაინ, შედიხარ პირდაპირ Draw.io-ზე და შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ტიპის flowchart-ი. გააქვთ უამრავი სხვადასხვა სტრუქტურული ნაწილი და შეგიძლიათ რომ გააკეთოთ კონცეპტუალური ნახაზები, მაგალითად მაგ რაღაც ერთი პროცესი და მე მჭირდება ახლა რომ ეს ერთმანეთს დავაკავშირო, შემიძლია მარტივად მოვკიდო ესე და დავაერთო ამას. და ესენი ერთმანეთს დაკავშირებული ეს უკვე შემიძლია დავშალო თქვენ ნაწილად. ანუ რაღაცა სისტემის მონახაზს გასაკეთებლად ეს არის იდეალური პროგრამა. ოკეი. პროგრამული პროტოტიპირება. თუ გაგიგიათ კურსორის შესახებ. კურსორი რა კურსორი მაუსი? არა, პროგრამული უზრუნველყოფა კურსორი. არა. ოკეი. კურსორი არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოვიდა დაახლოებით 1 წლის წინ და მისი იდეა არის შემდეგი. თქვენ გაქვთ სრულფასოვანი პროგრამირების environment-ი, მაგრამ იყენებთ ხოლმე ინტელექტს როგორც თქვენ დასახმარებელ ბადის, ასე ვთქვათ, რომ მოგეხმაროთ გაწერაში. და არის ხელმისაწვდომი ყველანაირი მოდელი, არის მისაწვდომი ChatGPT, არის Claude, არის Gemini, ყველაფერი არის ის გამყემა შეგიძლიათ. და გაგდოთ საშუალებას, რომ ერთიან სივრცეში გააკეთოთ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და გაწერა. კურსორი არის უფასო გადმოსაწერად, მაგრამ არის ასე ვთქვათ premium პროგრამა, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ რომ რაღაცა რაოდენობა
რეკვესტებისა გააკეთოთ უფასოდ, მაგრამ რაღაც რაოდენობის მერე ის უკვე ხდება ფასიანი და მუშაობს ძალიან მარტივად. მე შემიძლია შევქმნა ახალი window, გავაკეთოთ ახალი პროექტი. მაგალითად ჭირდება რომ გავაკეთო პროგრამა, რომელიც აკეთებს მონიტორინგს ჩემი მოდი ვთქვათ რამდენი ადამიანი არის დაავადებული კონკრეტული დაავადებით, ხო როგორც წინაზე ვთქვით, მე შემიძლია რომ მივცე მას დავალება, ავირჩივა კონკრეტული მოდელი ხელოვნური ინტელექტისა, მაგალითად გამოვიყენოთ Soneti, Claude's modeli, და თქვა რომ I need a piece of software that works in the web browser that is able to display me. კი, თუ თქვენ ჭირდებათ დაწვათ Arduino პროგრამა, კურსორში შეგიძლიათ მაგის გაკეთება. Arduino-ს გაკეთება, Arduino-ს პროგრამის გაკეთება. თუ თქვენ ჭირდებათ ნებისმიერ პროგრამის გაკეთება და ძალიან სწრაფად ჭირდებათ ვაწყოთ სწრაფი მაკეტი, კურსორი ამას გაგიწერთ. რა მოინტერესებს? მე რომ მივუთითო რომ მაგალითად ISM-ი და კოდის ლაინერი აღწერილი იყოს, ეგრეთ აღწერს ხო? კი. კურსორი არის ჩახვალეთ აღმასრულებელი ნაწილი, თქვენ ხართ დირიჟორი. რატომ ამ მნიშვნელოვანი ისევე აზროვნება და დაგეგმარება ამისა ყველაფერი სწორად თავიდან? იმიტომ რომ თუ ამას გააკეთებთ, კურსორს მისცემს დავალებას და კურსორს უბრალოდ ეცვნება რა გჭირდებათ. თუ ეს არ არის გაკეთებული, იქნება vagueness-ი, ანუ უზუსტობა და როდესაც რაღაც გაწერას გააკეთებთ, თქვენ ვერ გადმოსცემს საკმარისად ზუსტად რა გჭირდებათ რომ გააკეთოს თქვენ პროგრამა. ხატოკენი არ დახარჯვა მაგას. იყოს ერთი წელი კოკოთ კოსტი არის. რამდენი მაგას გადადის თავიდან? 1000-მდე სადღაც ეგრე არის. ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ კურსორმა დაიწყო უკვე დაგეგმარება, დაიწყო ჩამოწერა რას გააკეთებს, დაიწყო ფაილების გაანალიზება, ანუ რა ფაილი უნდა გააკეთოს, როგორ გავწერ და მიქმნის index.html ფაილს. ამ პროცესს ჭირდება სადღაც 2-დან 5 წუთამდე ხოლმე და იმისათვის რომ თქვენ დაიწყოთ რაღაცა საბაზისო იდეის განხორციელება პროგრამის უყოფისთვის არის იდეალური. ანუ შეიძლება კედრეში გქონდეთ უკვე მუშა პროგრამა, რომელსაც გამოსცეთ თქვენ იდეებს, დააზუსტებთ დიზაინს, დაერთეთ რაღაც პარამეტრებს. ეს არის თუ თქვენ რომ ბრაუზერში გქონდეთ, თქვენ გინდათ რომ გქონდეთ რაღაც როგორც exe ფაილი, რომელიც იხსნება, თქვენ გინდათ რომ გქონდეთ Arduino-ზე რაღაც პროგრამა, ან იგივე Raspberry Pi-ზე იდეალური არის ამისათვის. და განსხვავებით იმისა, რომ ChatGPT-შენ Gemini-ში წაწევთ ცალკე რაღაცა კოდი დამიწერე, ეს არის სპეციალიზირებულად გათვლილი პროგრამირებისათვის. ამას მე მიუბრუნდები, ჩვენ ცოტა ხანი დაგვრჩა, ამიტომაც გადავალ კითხვებზე, თუ გაქვთ რაიმე კითხვები. კი, გექნება შეხება. ჩვენ გვექნება ერთი სესია, სადაც თქვენ გააკეთებთ დიზაინს კონკრეტული მოწყობილობისა და ჩვენ მე ამას დაგიბეჭდოთ და მოვიტანთ. და ასევე მოვიტანთ აქაც 3 წლის უკან როგორ მუშაობს რეალობაში. და ის საინტერესოა ექსკურსიის. კი. ოკეი. ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ჩვენ გვექნება საველე გასვლა ანალიზ ხელსაწყოში. ანალიზ ხელსაწყო არის სამეწარმო კვლევითი ცენტრი, რომელიც მდებარეობს სამგორის მეტროსთან და იყო დაახლოებული ინსტიტუტი, რომელიც დღის განმავლობაში იყო უშიშროების ქვეშ და მისი ფუნქცია იყო გაეკეთებინა ანალიტიკური ხელსაწყოები, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა გამოყენება. ანალიზ ხელსაწყოს გაკეთებული მოწყობილობები დღეს არის ლენინის მausoleumში მოსკოვში, სადაც ზომავს რაოდენობას ტენიანობისა, რამდენი არის ოთახში, რომ არ მოხდეს ხელის გახსნა. კოსმოსში იყო გაშვებული მათი ხელსაწყოები, რომლებიც ზომავდნენ მან რაოდენობას ჟანგბადისა კოსმოსურ ხომალდებზე, რომ ადამიანები არ მომდარიყვნენ. და ყველა წყალქვეშა ნავი, რომელიც გადიოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ჟანგბადის ძალიან მაღალი რაოდენობის გამო კოროზია და არ დაზიანებულიყო წყალქვეშა ნავი,
მონიტორინგი ამ ყველაფრისა ხდებოდა მათი მოწყობილობებით. ჩვენ ორშაბათს სამშაბათს გვქონდა საშუალება, რომ ეს ყველაფერი პირისპირ ნახოთ, დავალაპარაკოთ მათ ინჟინერებს და გავიგოთ ისტორიის შესახებ და ნახოთ ის მოწყობილობა, რომელიც მათ გაკეთებია. ყოველი სავალე გასვლა უშუალოდ სამშაბათს დაფიქრდება. ხო, ჩვენ გვაქვს 3 time slot-ი, როგორც ნახევთ თქვენ გაცნობით დოკუმენტაციაში, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ აირჩიოთ ერთ-ერთი. ხო, გვესმისოთ თქვენ ყოველს თქვენ გეგმები გაქვთ ამ დღეებში, ამიტომ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი კონკრეტული, რომელიც ყველაზე მეტად გაწყობთ და ყოველთვის იქნება 4-დან 6-მდე. ეხლა სამი არჩევანია, სამივე დღეს აფიქრე. არა, ერთ-ერთი ირჩევ, რომელიც ყველაზე მეტად გაწყობს, ასევე მე ჩავაგდე ჩატში არჩევანის საშუალება მეორეც ამოირჩიო, რომელიც თუ არ გამოვიდა, ესეც გაწყობს, რომ ჩვენ ჩავხსოვთ. გვინდა რომ გაჩერება თანაბრად განაწილოთ, რომ ნაკლები ადამიანი იყოს თითოეულ მოსვლაზე და უხმეთი საშუალება ქონდეს, რომ იდეალურად დალაპარაკოთ ხალხს. ხო. მოკლედ 4 საათზე უკვე ჩვენ შევიდეთ მათ ხო? ხო, ჩვენ შევხვდებით. კი, ჩვენ 4 საათზე შევხვდებით სანგორის მეტროს შესასვლელთან, რესტორან ნიკალას ეზოს წინ, იქ შევიკრიბებით და მე ჩვენ უკვე შევა დანარჩენ ტერიტორიას. იქ უნდა თქვენ მოხვდეთ. ინიციატირებულია ბავშვებს. კი. ფული მოსაგნები შეიძლება იყოს. წინი გამოიყენეთ, მოგეხმარება რომ კი. ანალიზ ხელსაწყო. ყველა დეტალი არის WhatsApp-ის ჯგუფში. ასევე დოკუმენტაციაში, გეგმა გრაფიკში, რომელიც თავიდან იყო გამოგზავნილი, გეგმა გრაფიკში თითოეულ ადგილზე არის ბმული მიმაგრებული ადგილმდებარეობის. ამიტომ არ გეჩნდებათ მონა. რაც შეეხება თქვენს შემდეგ დავალებას, ყურადღებით შეიძლება. რაც შეეხება თქვენს შემდეგ დავალებას, როგორც ვითხარით, თქვენ ფიდბექი გამოგზავნებათ იმაზე, რაზეც თქვენ გააკეთეთ პრეზენტაცია, კვირის განმავლობაში აიგოთება ინდივიდუალური ფიდბექი და ორშაბათს საღამოს გამოიგზავნება თქვენთან უკვე დავალება, რომელიც მოიცავს გაკეთებას დიზაინისა კაცში. ძალიან მარტივი ამოცანა გვექნება, მოიცავს კაცში გაკეთებას დიზაინისა, გაკეთებას ცხრილისა ერთ-ერთ პროგრამაში, Freeplane-ში ან Royo-ში, ნახავთ თვითონ და მოიცავს დაგეგმარებას, როგორ გააკეთებთ ფიზიკურ პროდუქტს კონკრეტული ამოცანისათვის. ჯგუფურად იქნება თუ ინდივიდუალურად? ეს იქნება ჯგუფურად, თუმცა ის ჯგუფები, რომლებიც არის, ჩვენ შევცვლით, ეხლა გადაგანაწილებთ სხვანაირად. ჩვენ გადაგანაწილებთ, შეგიძლიათ რომ თქვენთან აირჩიოთ, მაგრამ უნდა იყოს სხვა ჯგუფები. ჩვენ გვინდა რომ ყველა მოახერხოს ერთმანეთთან მუშაობა, ყველა ერთმანეთი გაიცნოს, ამიტომაც კვირების განმავლობაში თქვენ გეკნებათ მუდმივი ტრიალი ასაკოს სხვადასხვა ჯგუფებში მოხვდებით და სხვადასხვა ადამიანთან გეკნებათ გამოცდილება მუშაობისა. так, ესე იგი, მე ნახოთ. რენდომაიზერს გადავაგებთ. ხო, რენდომაიზერს გადავაგებთ. ოკეი, ჩვენ გვაქვს ფაილი, რომელიც გაგუმზადა კურსორმა, ნახოთ რა გააკეთა. ესე იგი, ხო, გამართული არის თუ არა, ეს კარგი კითხვა არის. ოკეი. თუმცა კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფაქტორი ხელმოწერთა მუშაობის არის ის, რომ თავიდან გაწერილი კოდი შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს. და ეს უნდა გავითვალისწინოთ. აგერ არის ჩვენი ფაილი. აჰა. ხო, ეხლა მე მივეცი ძალიან ზოგადი დაავადება. გავიკეთე თანამედროვე სტილის პროგრამა, რომელიც დაგვანახებს დაინფიცირებული ადამიანის რაოდენობას. ანუ თვითონ დააგენერირე კოდი. ჩვენ რამდენი ჩვენ ვითელში ვართ ოდნავ. არა, იქ და შემოსვლილია, არა, მასე ვიცისებოთ. ჩვენ საერთოდ ანუ რიგრიგობით ხო არის და ჩვენ რამდენი ვართ? ხო. შეხედეთ ჩვენ არ ვართ აქა, ეს ისევე, ეს არის random data, არ არის არაფერს დაფუძნებული, მაგრამ კონკრეტულ დაავალებაზე, რომელიც იყო ძალიან vague, მე მომცა vague თავით თვით მოფიქრებული შედეგი. მაგრამ გააკეთა რაღაცა. ამიტომაც ჩვენ თუ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული ჩარჩო, ამ ჩარჩოს გამოყენებით მივცემ დავალებას, რომელსაც ის გააკეთებს ის რაც ჭირდება. თუ მეც ზოგად დავალება, ის გააკეთებს ზოგად შედეგს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მე ახლა 2 წუთში დავაგენერირე ესეთი ახალი პლატფორმა, რომელშიც თუ მეკეთებოდა მონაცემები, გავაკეთე ამის დისპლეის. ანუ ძალიან მარტივად ამის გამოყენება შეგიძლიათ მივიდეთ მუშა პროგრამამდე. ოკეი? მადლობა ყურადღებისათვის, თუ გექნებათ დიდი კითხვები მოვისმენთ, თუ არა და ველოდები
აი ამ გაწერის ლოგიკა, ხო, როგორ გაწერა? კი. ესე იგი, პროცესს რაც შეეხება, გვერდით წერია. კი, აგერ გვანახებს ამას, როგორ მოხდა ამის ჩამოწერა, ჩვენთან შეგვიძლია რომ გავხსნათ უშუალოდ ის ფოლდერი, სადაც ეს გვაქვს. და დავინახოთ როგორ გამოსკურება ეს. ჩვენთან ერთად შეგვიძლია, ხო? კი, როგორ არა? აი ხა მაგალითად განახეთ ამისა. აი ეს არის კოდი, რომელიც გაწერა კურსორმა. აქედან მე შემიძლია რომ ავირჩიო კონკრეტული მონაკვეთი და გავაკეთო quick edit-ი. Add lines that explain what each part is responsible for. ეს დავალება და დავალება რა გქონდა ჩვენ? დავალება ამ შემთხვევაში აქა თუ ზოგადად გეკნა დამკვირვებლად. ზოგადად დავალება. მაგას ხო ეს კი ორშაბათს აიგვირდება საღამოს. აჰა, ჯგუფები ჯგუფები ხვალ იქნება დანაწილებული. ოკეი, თუ გაქვთ რომელიღაცა პრეფერენცი თუ გაქვთ, მე მომწერეთ პირადში, შევეცდები რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ზოგადად თუ არ იქნება, რენდომლი დაგანაწილებთ, ისე რომ სხვა ადამიანთან მოხვდეთ. რამდენი საუბარი მივიღოთ, მაგას არსებობს. კომფორტი ზონი და გამოხვიდეთ. უნდა ისო მუშაობა ადამიანთან დაარჩიოთ. ოკეი. ყველაფერი ეს ლექცია და სლაიდები აიკვირდება ჯგუფში დღეს საღამოს. მადლობა მოგზაურობისათვის და გისურვებთ წარმატებულ კვირას. გეოდებით ყველას ორ შაბათს სამშაბათს